აუ, მეორე ტელეფონი დამავიწყდა მეორე ტელეფონი. ესე იგი ვიჯექი ესე იგი და ვიჯექი არაფერს არ ვაკეთებდი და მეთქი გავა ლაივში თქო. სალამი. არ ვიცი, არ მაქვს დაგეგმილი თემა. კაია რა უყურე. შემოვიდეს ჯერ ხალხი. ვიჯექი და რა ვიცი ვზივა რა. მეთქი რა ვაკეთო, გავა ლაივში თქო. ხო, მანდ მეც ვერაფერს ვერ გამოვიკულებთ. ერთადერთი ესე იგი უჯარმის პირამიდაზე რო ვიყავი, ერთადერთი სალამი ყველას. ერთადერთი დამიკომენტარეს რო იქო მიწარი ჩამოწოლილი და საიდანაც შესასვლელიაო, მაგრამ არაფერი შესასვლელი არ იყო რა. ანუ შეწეული არ იყო, არაფერი არსად. ყველა მხარე მოვიარეთ თითქმის, ხო, ყველა. გამარჯობა, დაუგეგმებად ესე გამოვედი. სალამი. ვეცნობი სიახლეებს, ეხლა მაგალითად უყურებდი, წელს უყურებდი მიგრანტებმა, აფრიკელმა მიგრანტებმა გადაკვეთეს, ხო, ბუნებაში ვარ რა, გადაკვეთეს საზღვარი. გადაკვეთეს საზღვარი და მოგეთ მიგრანტები შეიჭრნენ ესპანეთში რა, ხა იქაც გავაზიარე ლინკი. ხო და იქ მოგეთ აი სოფლიოში ძალიან ბევრი რაღაცა იცვლება. ბევრი ძალიან სწრაფად იცვლება ბევრი რამე ევროპაშიც. მალე ისე იქნება საქმე რომ აღარ დაედგომება ხალხს. რა ვიცი ხა 4G იჭერს 3 ხაზზე რა. გაიხარე, მადლობა, მეც მიხარია თქვენი დანახვა. ხო, შიმშილის თემა იწყება რა თქმა უნდა. შიმშილის თემა თან ნელა იწყება, თან ჩქარჩქარა. სალამ სანდრო. ალობა. შიმშილის თემა იწყება, კი. იწყება ამას ბიჭო, როგორ რაღაც არსი, თან აი ესე იგი საინტერესო რა არის, იცით, აი რუსეთში ეს დრონების გავდაფრენებთან დაკავშირებით საინტერესო არის ის, რომ თან ეს დრონები დაფრინავენ, თან იქ თან შიმშილი უნდა მოაწყონ რუსეთში, თან მობილიზაცია და თან ისე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რომ რუსეთი არ დამარცხდეს, რუსეთი არ დამარცხდეს და პლუს გადაუაროს ევროპას. ანუ იმდენად, ალოგიკურია ეს ყველაფერი, არ ვიცი რა. ვინც იგინებით გაგიშებათ კომენტარები. ხო, ანუ სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტი გეგმავს ნაწილობრივ რაღაცა ბრძანებულებები გლობალისტებისგან მოდის, უბრალოდ იქ ზევით რა დონეზე რა როგორ ხდება, უკვე ესე პრაქტიკაში ჩემთვის გაუგებარია. ერთი რამ ფაქტია, რომ ამას უბრალოდ ესე ადამიანები არ გეგმავენ ამას. უბრალოდ ადამიანების მიერ დაგეგმილი ეს ვერ იქნება. აი მე მაგათ როგორი თემა არის, იცით, ძალიან ბევრს ვფიქრობ, აი გაყალბებული ისტორიის საკითხებზე რა. გაყალბებული ისტორიის საკითხები. ანუ ისტორიის საკითხები არის პირდაპირ კავშირში ყველაფერთან რა. ანუ სრულიად უბრალოდ
ჩვენს ანუ რელიგიიდან გამომდინარე ვერ გადავუსვავთ ხას მთლიანად ისტორიას. ეხლა ვინც ბლოგერები, ვინც ათეისტები არიან, მარტივად გადავუსვავენ ყველაფერს ხალხს და ხაზს და ზოგი იძახის, რომ 1960-იან წლებში ჩაგვტვირთვეს, ანუ რა 1960-იან წლებში დაიწყო რომ იტყვიან ცხოვრება, ზოგმა 2000 აგერ ვინ თქვა ვალერი კრიმსკიმ 2013 წელსო, ეგრე ნებისმიერი თარიღი შეიძლება დაასახელოს ადამიანმა, მაგრამ უბრალოდ მართლა საინტერესოა რა ხდებოდა მე-18 საუკუნემდე, მე-19 საუკუნემდე. აი გაუგებარია საერთოდ რა ხდებოდა რა. იმიტომ რომ როგორც ისტორიაში წერია ზუსტად ისე ვერ მოხდებოდა. ანუ რაღაცა ტექნოლოგიების მიწოდება უნდა ყოფილიყო რა. არ და ეს წარმოეს იალქნიანი გემები ჩაძირული ფსკერზეა. არ და იალქნიანი გემების აგებაც კი წარმოუდგენელი იყო იმ პერიოდში. ანუ იმდენი თემა არის ხახნო, იმდენი საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ აი საერთოდ უბრალოდ აი რელიგიური ხაზი არის ერთადერთი ხერხემალი, რომ უბრალოდ მაგას ვერ გადავაბიჯებთ. დანარჩენი ხო? ანუ მთელი მსოფლიოს ისტორია არის სრულიად გაუგებარი. აი მე გეუბნებით, აი რელიგიურ ხაზს ვერ გადავაბიჯებთ და ამაზე ბევრი რამე არის აკინძული რა. მე მასშტაბებში გეუბნებით. სრულიად გაუგებარია მთელი ისტორია რა. წვიმა წამოვიდა კაცო. ხო. ტარტარია, ხო, ნუ ტარტარიაზე ხა ზოგი ძახის არ იყო, ზოგმა იყო. ნუ რაღაცა მსგავსი იყო რა, ეგ აშკარად არის რომ იყო. ეხლა მე ვიდეოს ჩავწერ, ეხლა გაჩვენებთ რაღაცას, მოიცადე სახეს გავწევ და ეხლა რაღაცას გაჩვენებთ ერთი წამით. არა, ესე არა, მოიცადე. მოიცა სად არის ეს ფილტრები, კაცო. ერთი წამით ეფექტები სად არის, აგერ. აი ხა რა მინდა გაჩვენოთ, აი ნახეთ ძალიან საინტერესო რამე მინდა გაჩვენოთ. აი ეს გახლავთ მეგობრებო, ეხლა დღეს დავსკრინე ვიდეოზე, ვიდეოედო ერთ კაცს. აი შეხედეთ რუსთაველის ხვალე დავდებ ამაზე ვიდეოს რა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მიდის და ნუ იქ ადამიანს უდევს ეთყობა ერთ-ერთი რაღაცა თანამშრომელია, თანამდებობის პირი ან რაღაცა. ანუ აგურის კანალიზაცია იცვლება, აუ შეხედეთ. მეცა? აი აგურის კანალიზაცია იცვლება ამ მილებით. არ ვიცი როდინდელია, არ უნდა გაკეთდეს. ეხლა და მე კომენტარში წერია ეს როდინდელია. შეხედეთ, ანუ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, როდესაც მიდის, ანუ საკანალიზაციო და რაღაცა გაყვანილობები და თქვა იქ თაწმინდიდან რომ პატარა მდინარეები ჩამოდის, იქ ის არხები რაც არის დახურული, ეს არის აგურის დახურული არხები. და ეს არის ხახნო მე-19 საუკუნეში აგებული. ეხლა მოდი წავიკითხოთ ეხლა ჩვენ შემდგომ ეხლა აქ რაც წერია ერთ-ერთი კომენტარი. ეხლა გაჩვენოთ, ნახეთ რაც წერს ერთი ადამიანი. ნახეთ რაც წერს ერთი ადამიანი. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში აკეთებდნენ მასე. რუსეთის იმპერიის პერიოდში ჩემი სახლი პლეხანოვზე 1905 წელს დასრულდა და მსგავსი აგურის დასრულდა. ქვია რა მინდოდა მეთქვა? პლეხანოვზე 5 წელს დასრულდა და მსგავსი აგურის შახტისებრი საკანალიზაციო სისტემები იყო, ისე საკანალიზაციო სისტემები იყო. ასევე საკვამური მთელ სახლში დაქცელილი იყო, ისე რომ ცეცხლს ბუხარში რომ დაანთებდნენ ფაქტიურად მთელ სახლს აგურის შახტა მიყვებოდა სხვადასხვა ოთახებში და ბოლოს ჭერიდან გადიოდა. ნუ კაი ბუხარი გვკიდია. საინტერესო ინჟინერული მიგნება იყო იმ დროში, მოკედ ესენი არ გვაინტერესებს. საძირკველი რკინაბეტონი არ იყო იმ დრო რკინახე კედლება ზოგადად 1 მეტრსაც აჭარბებს. საძირკველიც რკინაბეტონი არაა. არ იყო იმ დროს და საძირკველიც აგურით აქვს ნახე, საძირკველიც რკინაბეტონი არაა. არ იყო იმ დროს, ანუ რკინაბეტონის საძირკველიო და საძირკველიც აგურით აქვს აწყობილი. რამდენადაც ვიცი გერმანელების აშენებულია. საკმაოდ ჭკვიანურა და მყარად არის ნაშენები ეგაა, რომ რაღაცა ბოლოს რაღაც ისეთი აღარაფერი აღარ წერია.
ხვდებით ეხლა ნახეთ რის თქმა მინდა საწავი და ფილტრები. წამით ანუ აქ ნახეთ რაზე არსავა რუსთაველის ანუ ძველი თბილისი არის აი ხო კოლმეურნეობის იქით ლესელიძისკენ დანარჩენი აქეთ რუსთაველის ნახეთ დანარჩენი აქეთ რაც არის თავისუფლება რუსთაველი ეგ ძველი თბილისის ტერიტორიებში არ შედიოდა ანუ გავყოთ ამ ძველი თბილისის ტერიტორიაზე რა ხდებოდა ეგ არის ისტორიის საერთოდ სხვა მხარე მათ საერთოდ გაუგებარია რომელსაო აი ერთადერთი არის რომ უბრალოდ ნახეთ ერთადერთი კიდევ ვიძახი წმინდა მოწამეების ამბავს ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ 100,000 წმინდა მოწამე აწამეს значит აწამეს იქ გასაგებია ვერ ვეხებით მაგ თემას და აი 1-2 წელი აბოთფილელის და რამდენიმე შეიძლება აბოთფილები მაინც მე-5 თუ მე-6 საუკუნეში არ იყო შეიძლება ის საუკუნე რაღაც სხვა იყო მაგრამ ნუ ვერ ვეხებით წმინდანების თემას დანარჩენი თბილისის ანუ ცენტრალური მაგ ძველი თბილისის ცენტრალური თბილისის ისტორია არის სრულიად გაუგებარი სად როდის რა ხდებოდა რა ეპოქა ეგ ვაფშე გაუგებარია მეორე სალამი აი და ეხა ეს არის სხვა არამე ანუ მე რუსთაველის გამზირი და მთელი იქით-აქეთ მხარეები არის მე-19 საუკუნეში აშენებული რუსეთის ქვეშ ხო არ ვიცი რუსეთის ქვეშ რა მოსკოვის ქვეშ ქალაქი არის ვიცი და დანარჩენი არ ვიცი ანუ ეს არის მე-19 საუკუნეში აშენებული მანამდე მათ საერთოდ რამე იყო არ იყო მე მგონი რომ არაფერი არ იყო აქ არის მთავარი დეტალი რა რასაც შემოდგომაზე ჩაუჯდები რა ვიცი რამდენად რაზე ვსაუბრობ თუ ხვდებით არ ვიცი ხა ვინც იცის რა კანალიზაციის საკითხი ხახნო ყველაზე მთავარი აქ არის კანალიზაციის საკითხი აი ხა მათ რეაბილიტაციას მე დავდებ ხვალ ვიდეოს და ვინც რუსთაველზე მოხვდებით მინდა გთხოვოთ რომ ამოთხრილ ორმოებს გადავუღოთ ფოტოები და ვიდეოს ხვალ რო დავდებ იქ ვიდეოში კომენტარებში დადოთ რაღაც შენობებს შეიძლება დააშენოს შენობები მაგრამ აქ ჩვენ გვაინტერესებს რა რომ თბილისი ნახე რეალურად ანუ ძველი თბილისის ადგილზე არ ვლაპარაკობ რუსთაველი და იქით აი რუსთაველის ტერიტორიის გარშემო თბილისი ნუ რასაც ახლა კოლევაძიების მიხედვით რასაც ჩვენ ვარაუდობთ აშენებული არის მე-19 საუკუნეში არის ჯერ გაყვანილი მეტრო გაიყვანეს არა მე-20 საუკუნეში დაახლოებით ვიძახი ხლა შეიძლება მე-18-შიც არ ვიცი ფარულად მოხდა ამ ყველაფრის გაყვანა მეტროს გაყვანა მოხდა ფარულად იმიტომ რომ ესე როგორც იძახიან ესე რომ აი ქანები უბრალოდ ჩამოწვებოდა გაიყვანეს მეტრო შექმნეს ამ აგურებით აშენებული საკანალიზაციო სისტემა რომელიც სადღაც მან ზოგი კიდე იქით სადღაც მიწის ქვეშ ჩადის და იკარგება ეს კანალიზაცია იკარგება მიწის ქვეშ ტყვარში არ ჩაედინება აი ხლა აგერ მე სადაც ვარ ტყეში და ბუნებაში აქაც ჩამოედინებოდა რაღაცა ღელე ეს იყო რაღაცა ერთ-ერთი შენობის იქით ზევით იყო რაღაც შენობები ნაბანი წყალი ანუ ნაბანი იყო კანალიზაცია არა აი ხალხი რო ბანაობს და რაღაცეები რა ეგეთი აი სარეცხი და გასარეცხის და დასაბანი წყალი აი დასაბანი წყალი რასაც ანუ კანალიზაცია არა და ეს ჩადიოდა და არხი მე უერთდებოდა მტკვარს ესეთი მცირე არხები ათასობით უერთდება მტკვარს ეხა ამაში არავის ეჭვიარეპერება იმიტომ რომ მტკვარი მართლა ყარს როდესაც იწევს დაბლა და მე იმატებს იმ ლექს თავისი სუნი აქვს მაგრამ გამორიცხულია რომ მთელი თბილისის ეს ყველაფერი დაანგარიშებული არის აი ფეკალიების გასვლა დღეში საშუალოდ რამდენს კილოგრამს თუ სადღაც საშუალოდ მე მგონი მინიმუმ ანუ ადამიანი კუჩი გასვლის 500 გრამს ვარაუდობენ მინიმუმ რა ხო მთელ საქართველოს ქვეშ გიგნური რა არის გვირაბებია რომელიც ქვემოთ ტარტარიაში ჩადის შემოლაშაო ხო ტარტარი ახლა არ ვიცი ზევით არის თუ ქვევით არის მაგრამ ფაქტია რომ გიგნური რას ნიშნავს ფაქტია რომ ეს კანალიზაციები ჩადის ქვეშ მაგრამ აი მტკვარს თავი გავანებოთ
აი ბათუმი არის ამის გიგანტური გიგანტური ხო ბათუმი არის ამისი ყველაზე ნათელი მაგალითი იმიტომ რომ ბათუმის ქალაქი არის აი ყველაზე აი პირდაპირ ნათელი მაგალითი აი ბათუმის ქალაქი არის ნათელი მაგალითი იმის რომ დედამიწა არის სიბტყე და ბრტყელი ანუ საკითხს კანალიზაციის საკითხს რომ მიყვე რომ დედამიწა არის სიბტყე და მიწისქვეშა ცივილიზაცია რო არსებობს აი ბათუმი არის მაგისი ტკიცებულება იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის ბათუმი ესე იგი უკანა ბათუმის უკანა მხარეს ესე ვთქვათ აღმოსავლეთ ძირითადად აღმოსავლეთ მხარე და ჩრდილო აღმოსავლეთ მხარე დაფარულია მაღალმთიანი აჭარით პირდაპირ მაღალმთიანი აჭარა იწყება ბათუმის უკან რა აი ბათუმის უკან იწყება პირდაპირ მაღალმთიანი აჭარა იქით ქობულეთია ზევით ჩრდილოეთით და მახინჯაური და რაც არის მოგეთ ანუ იგი აღმართია ესე ვთქვათ რა აქეთ სარფია და დასავლეთით არის ანუ ესაზღვრება ზღვა ანუ პირდაპირ ზღვა არის ეხლა წარმოიდგინეთ ბათუმში რამდენი მოქალაქეა ანუ რამდენი ბათუმში ვინ იცის რამდენი ადამიანი ცხოვრობს საშუალოდ ტურისტები ამ ყველაფრიანა გავეს 9 მილიონი არ იქნება და ვინც იცის დაწერეთ აბა ეგ ციფრი ახლა სანამ დაწერენ გადავამრავლოთ 0.5 კილოგრამ ფეკალიებზე ანუ ესე ვთქვათ თქვა თუ არის 400.000 გამოდის დღეში რამდენი არის 200.000 თქვა 200.000-ია ანუ 100.000 დღეში 100.000 ბოდიში და ესე თემა მაგრამ დღეში 200.000 მოსახლეზე გამოდის დღეში საშუალოდ მინიმუმ აი ყველაზე 200.000 ყველაზე ცოტა იქნება ხო 100.000 კილოგრამი 100.000 ანუ 100.000 ანუ დღეში 100 ტონა ფეკალია გადის ბათუმის საკანალიზაციო მილებში თვითონ ფეკალია როგორც მასა წყლის გარეშე ვიძახი 100 ტონა ფეკალია ხახნო რომ შავ ზღვაში ჩავიდეს ბათუმიდან უბრალოდ დაფიქრდით აყროლდება იქაურობა და ზუსტად ერთ დღეში დაიცლება მთელი ტურისტული ზონები არა ეს არის პირდაპირ კავშირში ვაფშე ყველაფერთან რა ეს ნიშნავს იმას რომ ბათუმის მიწის ქვეშ ანუ ლოგიკურად აი ძალიან მარტივად ბათუმის მიწის ქვეშ ასევე თბილისში ასევე ქუთაისში ყველგან არის ანუ ეს წინასწარ დაგეგმილი იყო ასაშენებლად ქალაქები არის გაყვანილი გვირაბები და ეს გვირაბები ეშვება ვერტიკალურად მიწისქვეშა ცივილიზაციაში ხო ანუ ხო თუ რამეს არას ხო მესმის რომ მე კი ვიცი რომც არ დამიდასტუროთ ვიცი რომ მართალი ვარ მაგრამ ანუ საპირისპირო არგუმენტს ვერავინ ვერ მოიყვანს ერთადერთი რუსეთში და იმაში რასაც განიხილავენ მე ხა ძალიან ბევრ ვიდეოს უყურებ იქ ფილტრაციის რაღაცა მულიაჟებია დეკორაციებია რაზეც ზედმეტია ლაპარაკი იმიტომ რომ ნახევარი წელიწადი რუსეთში ყინვაა და ღია ცის ქვეშ ეს წყალი ფიზიკურად გაყინულია ვერაფერს ვერ გაფილტრავენ არ ვიცი ვის აქვს თვითონ ეგ რა დონეზე რა როგორ ხდება არ ვიცი ჩვენ ახლა მაგალითად რუსთაველის გამზირს როდესაც ჭირდება შეიძლება რუსთაველის გამზირს როდესაც გადათხრიან სიტყვაზე იქ ინჟინრებმა იციან რა ჩემი აზრს ვამბობ რა ინჟინრებმა იციან რა ინჟინრებმა იციან რომ ეს რაღაცა მიმართულება უნდა მისცენ და რაღაცა დიდი ტრუბა იქნება რომელიც ეცოდინებათ რომ არის სტალინის დროს ჩაყრილი და იციან რომ უბრალოდ ამ ტრუბას უნდა დააერთონ და დანარჩენი სისტემას ააწყობენ ხვდები იქით ახლა ჩვენ დალში რაღაცა დეტალები ჩვენ არ ვიცით ახლა ვინ რა დონეზე სად რა იცის ეხლა მე ვიღაცა ყვებოდა ერთ-ერთ ვიდეოში ერთ-ერთ ბლოგერზე ვაფშე ჩემთვის ცნობი ბლოგერია და YouTube-ზე მოვძებნე მე ეს ბლოგერი და ერთი ვიდეო 20 წუთიანი ვიდეოა და უნდა ვნახო ჯერ არ მინახავს მთლიანად და საუბარია ეს კაცი საუბრობს 20 წუთი იმაზე რომ საკანალიზაციო სისტემები ადასტურებენ რომ დედამიწა ბრტყელიაო რა აუ ძალიან აი საკანალიზაციო თემების საკითხი არის ყველაზე საინტერესო ხალხო ყველაზე საინტერესო იმიტომ რომ თელ ისტორიას ხო ეგრევე აყირავებს ანუ წარმოიდგინე რისი თქმა მინდა რომ ერეკლე მეორე აი სიტყვაზე ვამბობ აი ხა დაახლოებით ეპოქები რო თქო და ერეკლე მეორე რო კრწანისის ბრძოლაში იბრძოდა ამ დროს ვიღაცას იქ მეტრო გაყავდა გესმით რა სიგიჟეებია უკვე ეს იმდენადაც ცივილიზაციური ქაოსია
იმდენად ერთმანეთში არ ჯდება, ანუ ახლა რისი თქმა მინდა, ეხლა ისტორიას უსმენ და მიდის იმაზე საუბარი, რომ ესე იგი პატარა შვება რო იგრძნო საქართველოს ისტორიაში, ვახტანგ მე თუ სწორად მეხუთე ვახტანგ მე-6 არისო, ვახტანგ მე-6 მეგრევე სტამბა გააკეთა და რა სტამბა ხახნო, რის სტამბა, რაზე არის საერთოდ საუბარი? ხვდებით? 100% იცი შენ რასაც ლაპარაკობო? არა, მე რასაც ლაპარაკობ, მე 100% რა შუაშია. აი რაც მოვყევი, რა ვთქვი არასწორად და ლოგიკურად უნდა მიყვე. ამას უნდა მოყვე ლოგიკურად შეგიძლია ბევრი რამე გაარკვიო რა. ისტორია არის, მე ვიტყოდი ესე, რომ პირველ რიგში არის ისტორია შეცვლილი. ნახე როგორ არის, ისტორიაზე უნდა ჩამოვთვალოთ, უბრალოდ სიტყვა გაყალბებულია იმ მასშტაბს ვერ აღწერს ჩემი აზრით კიდე რაც არის მათ სასაუბრო. ხო, ნახე, ისტორია არის ნახე შეცვლილი, გამოგონილი, ანუ უნდა ჩამოვთვალოთ პუნქტები. ისტორია არის შეცვლილი, გამოგონილი, ოღონდ მე არ ვიძახი რომ ვუსვავ ხას იქ მეფეების ეპოქას და რაც, არა, მე მაგას არ მოვუხ. მე ნახე, ისტორია არის შეცვლილი, გამოგონებული, გადაწერილი კი არა, რაღაცები ჩამატებული, რაღაცები ამოკლებული, რაღაცები სრულიად თავიდან დაწერილი, რაღაცები გარკვეული საუკუნეები სრულიად, ანუ საერთოდ უბრალოდ ზღაპარია მოგონილი გარკვეული საუკუნეები. მონარქების ეპოქა საერთოდ გაუგებარია, მონარქების ეპოქა საერთოდ გაუგებარია. აი მე ეხლა მამაჩემს უყვებოდი გუშინ ველაპარაკებოდი. აი მე ვსვავ შეკითხვას. ახლა იმან გამომიგზავნა ერთი კანალიზაციები არ ნახე მატრიცაში შეიძლება საკანალიზაციო მილში, ექსაკანალიზაციო მილი საერთოდ სადღაც ჩადის და საერთოდ მატერიალი თუ მიწისქვეშა არ ცივილიზაცია არ არსებობს, მაშინ მატერიაში ქრება. ისე როგორც dark city ბნელი ქალაქი რო არის, რომ სადღაც მთავრდება მატერიალურ სამყარო და იქ ქრება. ესეც შეიძლება ხდებოდეს, ეგეც არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს არის დედამიწის სხვადასხვა მულტივერსები, ესე რომ ვთქვათ რა. ეხლა მამაჩემთან მაგას ვსაუბრობდი ახლა გუშინ, ნახე რისი თქვა მინდა. აი მე ვსვავ შეკითხვას. ეხლა იქ ერთი მშობელი მწერდა, ხო, ნინო მწერდა, ხო, რაღაც ვიღაცამ წერდა. ბავშვმა უკითხაო ისტორიის მასწავლებელსო, ალბათ. ბავშვმა კითხა ისტორიის მასწავლებელსო. არ არის გამორიცხული რომ არ ქრებოდეს, ხვდები? ბავშვმა კითხაო ისტორიის მასწავლებელსო, რომ აი ამდენი ხალხი ომში რომ მიდიოდა, რას ჭამდნენო რა? და მასწავლებელმა უთხრა დაზეპირო რა თვითონ ასწავლეს ამ მასწავლებლებს, რომ ჩურჩხელები მიქონდათო. ხახნო რა ჩურჩხელები, ეს არის გადაობა. ნუ და რო ჩაიკითხა მე დანარჩენი არ ვიციო, მე ვიცი რომ ჩურჩხელები მიქონდათო რა. ხო და ეხლა ნახეთ რისი თქვა მინდა. აი მე ვსვავ სახელმწიფოებრივი მოწყობა და ეგ საკითხები ჩვენ არ გვასწავლიან. ჩვენ გვაზეპირებინებენ, რომ ჩურჩხელა ბიჭო, ჩურჩხელა რა არის? იცი? აი რომშია, აი მაგალითად როგორ რაღაცას, აი მაგალითად მაკდონალდსის ბურგერივით არის ჩემთვის ჩურჩხელა. ხა რა გაგაგებით ვიძახი? აი მაკდონალდსის ბურგერები მე შეიძლება ვჭამო იმიტომ რომ სანამ შეკვეთა მოვა რესტორანში, რომ უბრალოდ ვიღაცას თავი არ მოვაჭამო. აი ეგრე არის ჩურჩხელა, რომ სნექია ჩურჩხელა, ნუ ჩურჩხელება თქვა კერძი მზადდება, ოჯახში ვარ ან სადღაც ვარ და შია ძალიან. ანუ ჩურჩხელა უნდა ვჭამო, რომ 1-15 წუთი გავკაჩო, რომ ვიღაცას არ მოვაჭამო თავი შიმშილისგან. ხო, ხვდები? აი ეგ იგივე არ ბურგერიც იგივეა ჩემთვის და ესა. ჩურჩხელა არის ეგ. ჩურჩხელა არის სნექი. ჩურჩხელა ვერ ჩაანაცვლებს საკვებს. ხო და რისი თქვა მინდა, ნახეთ, ისმის კითხვა. აი ქუთაისთან ახლოს, ახლა ისტორია ვინც იცით და ექსკურსიებზე ვინც ყოფილ ხართ, ქუთაისთან ახლოს არის გეგუთის ციხე. ოღონდ საპატიმრო ციხე არა, გეგუთის სასახლე, ციხე დარბაზი, სამეფო ციხე დარბაზი, ვინც ხართ ნამყოფი მიხვდებით. აი ახლა სად არის ცით? ავტობანთან არის ახლოს რა, ავტობანმა გაიარა იქ ახლოს რა. მოკლედ შუა მინდორში დგას ციხე სიმაგრის არც არის დაშთები, სასახლის დარჩენებია დარჩენილი. საიდანაც გარკვეული ტიპის პერიოდებში იმართებოდა, თქვა ზოგჯერ გაერთიანებული საქართველოს, ზოგჯერ შეიძლება იმერეთის სამეფო ცალკე იყო, ქართლის სამეფო ცალკე იყო. მე ვსვავ შეკითხვას. აი ნახეთ, მე ვსვავ ძალიან მარტივ შეკითხვას. აი ამ გეუბნებით რამდენიმე წელი მჭირდება ბაგაჟს რო დავიგროვებ, მაგარ ბაგაჟს, აი როგორ ბაგაჟს დავიგროვებ, იცი? ისტორიკოსები უნდა გავასწორო მიწასთან რა. თქვენ გაჩვენებთ აი მაგათ სეირს. რამე პიროვნული დაპირისპირება კი არა მაქვს. ანუ
სრულიად განადგურდება და გაქარწყლდება ის ყველაფერი, რასაც ისტორიკოსები ლაპარაკობენ. იმიტომ რომ უნდა დაყარონ ისტორიკოსებმა ფარხმალი, რამე ჯინი კი არ აქვს ჭირს. უნდა დავიწყოთ ის საუბარი იმაზე, როგორ იყო რეალური ისტორია. კი, აგრეო ლეონ, ნახე, მე ვსვავ კითხვას. გეგუთის სასახლიდან, სადაც იჯდა მეფე, როგორ მართავდა სიტუაციას თუშეთში? თუშეთი იცით რა ხალხო სად არის? ეხლა ხო, ეხლა ხო 2 დღის წინ თუშეთში იმ პირობებში, ნახეთ ეს ზოხი იმ პირობებში, როდესაც არსებობს მანქანა, არსებობს ტექნიკა, ჩამოწვა 2 დღის წინ ჩამოწვა თოვლი თუშეთში და ხალხი იყო 50 მანქანა, იქიდან 50 მანქანა აქედან გაჭედილი. ხო, ანუ ეგ სამართავად რა თქმა უნდა, მაგრამ ნახე, ხალხის კონტროლისთვის. აი თუშეთში ჩამოწვა თოვლი და ეხლა როდესაც ჯიპები ყავს ხალხს უბრალოდ პატარა თოვლმაც კი გაუთიშეთ ხალხმა კომენტარები რო იგინებიან. უბრალოდ პატარა თოვლმაც კი შეაფერხა მოძრაობა. როგორ შეიძლება ერთ წამს დავბლოკო ერთი წამით. ხელს უშლით ხალხო. ხო და სახელმწიფო პოლიტიკური ცენტრი როგორი რომ იყო თუშეთში, ხევსურეთში, სვანეთში, რაჭაში, გეგუთის ციხიდან, გინდა მცხეთიდან როგორ შეიძლება რომ ემართა მეფეს ან რაღაცა ხმა მიეწვდინა რაღაცა სახელმწიფო როგორ უნდა მართო შენ კომუნიკაციის გარეშე, ანუ იმის სატელეფონო კოდა რა ქვია ამის კავშირგაბმულობის გარეშე და სატრანსპორტო სისტემის გარეშე, კვებაზე და ლოჯისტიკაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. ეს მოგონილია რაღაცა მალემსრბოლელი, აი მალემსრბოლელი, რომელიც შეჯდებოდა ცხენს და კარბოდა, გეგონება ხელ ცხენზე კი არა, ლამბორჯინზე ჯდებოდა რა. ეს ტიპი გონი ყველას ეკაიფება, წარმოუდგენელია, ესეთი იყოს ადამიანია. ხო და ნახეთ რას როგორ ანუ სახელმწიფო რა უნდა მართო მაქსიმუმ შეიძლება მეძო ანუ ნახეთ სოფელში როდესაც ხარ შენ სოფელში თამარ გვიშველე თორემ გვაგინებენ სალამი სოფელში როდესაც ხარ ადამიანი მაქსიმუმ შენ მეზობელს გადააძახო და როდესაც ინტერნეტი არ აქვს ტელეფონი არ აქვს და მაქსიმუმ დინარზე ჩახვიდე საბანაოდ და დაანგრეული ავტობუსი თუ მოვა ჩახვიდე ბაზარში და ამოხვიდე მაგრამ მეოსებ ეს კაცი მიაწიქილაშაო მივაწევი იასნად ანუ ისტორიებს ხახნო რებს ყვებიან ეს არის წარმოუდგენელი სიგიჟე მე არ ვამბობ რომ ჩვენი საქართველოს ისტორია გაყალბებულია მე მაგას არ ვამბობ მე ვამბობ რომ ბევრი რამე არის შეცვლილი რაღაცები არის საერთოდ აი ვაფშე ლოგიკაში არ ჯდება რა ხო და ამიტომ რაიმეს მართვა ან მონარქიული წყობას უბრალოდ აკლე მაშინ უნდა ჩავამატოთ რომ მონარქებს და ზოგადად იმ პერიოდის ხალხს ჰქონდათ პორტალები. კი ბატონო, პორტალები თუ ჰქონდათ, კი ბატონო მაშინ. პორტალები ჰქონდათ სად ცენტრში მდებარეობს. ჰქონდათ ესე იგი მომარაგება კვებითი, თქვა ჩვენ როგორც ლოჯისტიკურად გვამარაგებს რაღაცა ცივილიზაცია თუ რა ვიცი რა გვამარაგებს, იმიტომ რომ ამ ყველაფრის კეთება აი ყველაზე საინტერესო არის ძაფები. ძაფებიც კი, აი ძაფები აბადასტურებს იმას, რომ ისტორია არის საერთოდ გამოგონილი. აი ძაფი, აი ძაფი რისგან კეთდება? თქვენ თუ იცით რისგან კეთდება ძაფი? თქვენ ვერ ნახავთ ვერაფერს რისგან კეთდება ძაფი. ერთადერთი აი თქვა ცხვრის ტყავი, იმის ცხვრის ბეწვი თუ რას ვსახიან, ცხვრის მატყლი, ეგე ძალიან მცირე რაოდენობაა საერთოდ ჯამში. არის ეხლა ცოტა პლასტიკებისგანაც დაიწყეს, მაგრამ აი პლასტიკებისგან რო არ არის და ცხვრის მატყლისგან არ არის, დანარჩენს გეუბნებით. ხო, აბრეშუმით ძალიან ცოტა არის. ციხეების საცეცხლო რა არ გამიგონია, მე თელ საქართველოს გიდი ვარ. ეგ საცეცხლო ციხეებზე რო ცეცხლს ანთებდნენ, ეგ ისეთი აბსურდია ხახნო. აი ციხეების საცეცხლური რას ნიშნავს იცი? აი ხა მე გეტყვი ციხეების საცეცხლური რას ნიშნავს? სიტყვაზე მე მომწონს გოგო, რომელიც ცხოვრობს ზუგდიდში, მე ვარ თბილისში და
და მე მინდა რომ ეხა ეს გოგო აი მესიჯებიდან დავპატიჟო, აი ვემესიჯები მე ამ გოგოს რა, სიტყვაზე გეუბნე, მაგალითს გიყვებით. მე ვემესიჯები ამ გოგოს, არა, კი არ გადახვდი, მაგალითი მომყავს. აი საცეცხლურით როგორ უნდა გააგებინო შენ მეფეს, ან ჯარს რომ ტერი შემოვიდა. აი მაგის პარალელს ვავლებ რა. ნახე, ზუგდიდში არის გოგო, მე ვარ თბილისში. მადლობა. მე მომწონს ეს გოგო, იმ გოგოსაც მე მოვწონო და გვინდა რომ შევხვდეთ გვინდა არა ვერ თავ გვინდა რომ შევხვდეთ ერთმანეთს. ის წერს ზუგდიდიდან მე სიტყვას ცეცხლი. მეც ვწერ აქედან ცეცხლი. ის წერს ცეცხლი, მეც ვწერ ხახცე. აი ცეცხლი რო ვწერო აქეთ იქიდან ერთმანეთს. აი როგორ უნდა გავაგებინოთ ერთმანეთს, სად უნდა შევხვდეთ, საერთოდ სადავარ, როგორ ავარ და რანაირად. აი როგორ აი ერთის აი ცეცხლი არის ეგეთ რა. ცეცხლი ანთია. აი ცეცხლი რას მეუნება? აი რას მეუნება მე ცეცხლი. აი სიტყვაზე ჩემს უკან თა არის, ეხა აინთო იქ ცეცხლი. გავიგე რომ ტერი შემოგვესია. ოღონ ამ თამ ეხა ეს ნიშანი საიდან მიიღო? კუსტბიდან მიიღო, კუმისის ტბიდან მიიღო ეს ნიშანი. მე ხო ვერ ვხედავ ამას. იმიდა რა ქვია, იანოს ქედიდან მიიღო, მარტყოფიდან. საიდან მიიღო? აი მე როგორ უნდა გავიგო? მეორე მეცეცხლე რო არის იქ. სხვანაირად იკლაკნება თუ როგორ? რა მინიშნებები ექნებოდა? ხო, აი ახლა თარგმნით რა ქვია იმას კომპასზე გამახსენდა ზუსტად ბიჭო მე ვზივარ თბილისში, აი დიმა ვზივარ თბილისში. რომელი საზღვრიდან მიიღო, აი რა უნდა გაიგო? კაი თქვა, აი კახეთის მიმართულებიდან მოდის ცეცხლი. ალბათ. აი თქვა დაწერეთ აბა იქიდან მოდის ცეცხლი, ხო? კახეთის მიმართულებიდან. გავიგეთ თუ სადღაც იქიდან შემოიჭრა მტერი. მე რა უნდა გავიგო, როდის შემოიჭრა, რამდენი კაცია? კახეთი რამ ხელა არის, ხახნო, ერთი ისრაელის ხელა არის. მადლობა სტიკერებისთვის. ძლიერი ცეცხლი, სუსტი ცეცხლი, მსგავსი მინიშნებები. კაი, სამწვადე ცეცხლი. მადლობა ლაშა. სამწვადე ცეცხლი, რა ქვია, ხაშის ცეცხლი, ქაბაბის ცეცხლი, შაურმის ცეცხლი, ბურგერ კინგის ცეცხლი, კიდე რის ცეცხლი არსებობს? სახაშლამეთ ცეცხლი, აი სიყვარულის ცეცხლი. ესეთ ნიშნებს და ესე კითხულობდნენ. კვამლის ანბანი. არ ვიცი, არ გამიგია თუ რაღაცა ესხობა, რაღაცა არ მაქვს გაგებული თქვენ იცით და მე არ ვიცი. ხო. ეს ხო ვაცარი პატარა თავდასხმებისთვის. კაი, ჯარი როგორ უნდა შეკრიბოთ, იქნება ამიხსნათ, ჯარი როგორ უნდა შეკრიბოთ. ჩვენ ისეთი საკითხები არ გვასწავლეს, აი მაგალითად ფიზიკურად, აუ რა ერქვა იმ ხო მიკლუხ მაკლაი, დღეს ვთარგმნი ეფრემოვის ვიდეოს თარგმნი, მიკლუხ მაკლაი არ არსებობდა. და მიკლუხ მაკლაი, ესე იგი ევროპიდან ესე იგი წამოვიდაო, როგორ ის არის, წარმოვიდა მიკლუხ მაკლაი გემით წავიდა, რომელსაც თან ძრავის გემი იყო, თან იალქნიანი გემი იყო. ჩრდილოეთ ევროპიდან წავიდა ტიპი, წრე დაარტყა მთლიან ევროპას. თელ აფრიკას დაარტყა წრე, უბრალოდ კომპასით. და ჩავიდა ავსტრალიაში. ანუ ეს როგორი აბსურდია, ხახ წლების მოგზაურობა. ძრავზე, რომელიც ესე იგი ნახშირზე იყო, თუ ქვანახშირზე თუ რა ქვია მაგას. ანუ რა სისულელეები წერია, მიკლუხ მაკლაი არ არსებობდა. ანუ ეს გამოგონილი პერსონაჟია. ვერ ნახევარი მსოფლიოს იმას ვერ იმას იზავდა რა. აი მოსახლეობის აღწერა როგორ ხდებოდა? მოსახლეობის აღწერა ვერ მოხდებოდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ არ არსებობდა ქუჩები, არ არსებობდა სოფლები, არ არსებობდა და ნომერიზაცია, ამ ყველაფერს სჭირდება დღევანდელი ცივილიზაცია რაც არის ჩათურთული, ზუსტად ასეთი ტიპის სახელმწიფო მოწყობა. ეხლა ხალხო, ეხლა ენიჭება, აი ეხლა 2026 წელია და რამდენ სოფელს არ აქვს, იცი ქუჩა მინიჭებული, გაზი არ არის შესული, ნომერი არ აქვს, ვაფშე არაფერი. 2026 წელს. შუა აზიაში წარმოიდგინეთ, სადღაც მონღოლეთში ვინ იყვნენ ეს თემურლენგები?
ანუ შუა აზიაში სადღაცა ბარაკებში ცხოვრობდა ხალხი, სადღაცა ამ რაღაცა აზიურ კარვებში ცხოვრობდა ხალხი და იქ არის დეტალებში გავიარე ჩვენ იქ ის თემურლენგი არ არსებობდა და კიდევ ვინ იყო აღამათხათხანი და ვიღაცები როგორ უნდა შეეკრიბათ ჯარი ჯერ როგორ უნდა დაერწმუნებინათ ხალხი რომ ჯარი ჭირდებოდა ჯერ როგორ უნდა მიხვიდეთ და აი წარმოიდგინეთ პოლიტიკური სხვა არის ხოლმე რა ქვია მაგას წინასაარჩევნოდ აი წარმოიდგინეთ რა სიტუაცია წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები თემურლენგი იყო PUBG-ის username account-ის skin იყო რა. აი ეგ მართლა ეგეთი თემა რა. წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსები რო დადიან სოფლებში კარდაკარ. გესმით? ეხა წარმოიდგინე ეგეთ დონეზე მოუწევდა ამ დამპყრობლებს კარდაკარ სიარული ჯერ და უნდა დაერწმუნებინათ ხალხი ჯერ საერთოდ ვინსაც ცხოვრობდა ანუ ფიზიკურად ვერ შეაგროვებთ იმიტომ რომ ეს ტიპი კარავში დღეს რო ცხოვრობს ხვალე არის სადღაც ჯანდაბაში ანუ სადღაც სანადირო დარი ანუ ვერში ხალხი შეკრება არის ხალხმა პრინციპულად გამორიცხული მერე მეორე ვინსაც ცხოვრობს ქუჩების აღწერა ქუჩების დანომრიანება ანუ ბაზა არ არსებობდა არანაირი შენ როგორ უნდა აი მობილიზაცია ახლა როგორც ხდება რუსეთში და უკრაინაში ნახე როგორ ხდება იქ ჩაკეტილი აქვს საზღვრები ანუ ხალხს პირდაპირ ქუჩაში დაძდევენ მაგრამ რითი დაძდევენ ავტომატიანი ხალხი დაძდევს ქუჩაში მოდიან მანქანებით და პლუს იქ მერე სხვადასხვა ყველას ესე ზოგს მოხალისედ მიყავთ და რაღაცებს უსმენდი რა სხვადასხვა მეთოდები არსებობს მაგრამ ამ ყველაფრის განხორციელება კავშირგაბმულობის არსებობის გარეშე შეუძლებელია ტყვეებს ასხავდნენ ეგ როგორ რაღაცა ტყვე შეიძლება მაქსიმუმ ტყვეები გადაიყვანო სარკინი გზოებით ცხენებით ეგ გამორიცხული თემაა დიმა 300 სპარტელი როდის იყო რავი ჩვენ მაგ დროს რა ხდებოდა სინამდვილეში არც ვიცით ხო და ანუ უბრალოდ აი რა დეტალებში როგორ არის იცით ეს გაწერილი აი მოდის ვიღაცა ტიპი ანუ ჩვენ რა არ გვესმის იცით რომ ანუ თემურლენგით რა აღამათხანხანი და ჩინგის ხანი და რაღაცა სახელები ხო არის მოკლედ რა ეს დამპყრობელი უნდა კარდაკარ უნდა ჩამოელო ამ დამპყრობელს მადლობა კარდაკარ უნდა ჩამოელო ამ დამპყრობელს და ჯერ პირველ რიგში რა უნდა აეხსნა იცი რა არის ომი რა არის უნდა აეხსნა თქვენ გესმით ხახნო რაზე არის ლაპარაკი ჩვენ როდესაც ვართ მე-20 საუკუნეში ან 21 საუკუნეში და ჩვენ ხელის გულზე გვაქვს დედა მთელი ისტორია ჩვენთვის მარტივია ყველაფერი ხვდებით? ანუ ჩვენთვის მარტივით გასაგებია, იმიტომ რომ მაგრამ იმ მომენტში ხახმა ისიც კი არ იცოდა ომი რა იყო. ანუ უნდა აეხსნა რა არის ომი, ბრძოლა. დასაწყისში ვიღაცამ ხო დაიწყოს ბრძოლა. უნდა აეხსნა რა არის ომი. მე უნდა არგუმენტირებულად დაედასტურებინა, ანუ დაერწმუნებინა ეს ხალხი, რომ იცი რა, შენ უნდა წამოხვიდე და აქ უნდა მოკვდე. აი სადღაც უცხო ქვეყანაში უნდა შეაკვდე რას, რა იდეას, რომ რაღაცა დაიპყრო. თქვა დაიპყარი. იმ ქვეყნის ტერიტორიას ესე ხო არა აწევ ჰაერში და ხო ვერ გადმოიტან. ოქრო ვერცხლი და რაღაცა ეგ ფულად სისტემა საერთოდ გამორიცხულია. იქ ეკონომიკა თუ არ არსებობს, სოფლიო ეკონომიკა იქ აქვია ბირჟები, ოქროს ბირჟები და მთელი ეს სისტემა ეროვნული ბანკები, ყველაფერი იგივე ეგ ერთი, მეორე ოქროს ამოღება, ვერცხლის ამოღება, მიწიდან მეტალის ამოღება, ეგ არის საერთოდ წარმოუდგენელი რამე რა. ეგ რაღაცა სვანეთში რო ოქროს ნახულობენ მდინარეებში, აი კი, ბევრგან არის, ეხლაც არის ოქროსაძიებო ვარიანტი მდინარეებში აგროვებენ ოქროს. მოვადო რაღაც 1-2 ბეჭედს გაიკეთებდი და რაღაცას გამოჭედავდი, დაიხვევდით იც, მორჩა. მდინარეებზე და იქ არის, კი. ფერედნერი ქართველები ხო გადაიყვანეს ტყვედო. ძალიან საინტერესოა, როდის გადაიყვანეს. მაგ პერიოდებში საერთოდ რა მოხდა? აი გეუბნებით, ერეკლე მეორეს პერიოდი, იმიტომ თან ერეკლე მეორეს დროს შემოვიდა ეს დამბაჩები და ისინი თოფები რა.
არა, წინა ცივილიზაცია ჩვენზე განვითარებული 100%-იანი იყო. რას ნიშნავს შემოსაზღვრული ქონდათ ადგილები? ღობე ვერ გამიკეთებია ხალხო, ღობე ვერ გამიკეთებია, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება. რითი ქონდათ შემოსაზღვრული? აი რითი უნდა შემოსაზღვრო? დღესაც კი ნორმალურად არ არის გამაგრებული ისინი, საზღვრები. არა კაცო, არავინ არანაირ ბრძოლა, არსად არანაირ ოფში და ბრძოლაში არსად არ წახვიდეთ ხალხო. ერთადერთი გეტყვით მოგვიწევს ჩვენ ბრძოლა რის წინააღმდეგ. ზომბი აპოკალიფსი, მოგეთ ზომბების წინააღმდეგ, ზომბებამდე მოგვიწევს რობოტებთან ბრძოლა. ეხა ვითომ უკეთესი ვთქვი რამე, ტერმინატორებთან და რობოტებთან ბრძოლა მოგვიწევს. მოგეთ ჯერ რობოტებთან ბრძოლა, მერე ზომბი აპოკალიფსი. ზომბებთან ბრძოლა. და მესამე იყო კიდე რაღაც. ხო, ყველაზე მთავარი. ხო, მოგეთ ესე ყველაზე მთავარი მავიწყდებოდა. ესე იგი, 3 ომი მოგვიწევს ჩვენ, რო იცოდეთ. ამისათვის მადლობა ლეონ, დიდი მადლობა. თუ დამავიწყდები მე შემახსენეთ ხოლმე. რობოტებთან ბრძოლა მოგვიწევს ძალიან მალე. უკვე რობოტები ისვრიან, უკვე სროლებში და ისაც გამოგონილი იყო. უბრალოდ შემოყავთ ეს რობოტები, რო იცოდეთ. მაგენთან ბრძოლას ადამიანებთან ბრძოლა ჯობია. მე არ ვიცი რა ჯობია, მე გეტყვით რა ხდება. ფანტასტიკას არ გიყვებით ხალხო. მე გიყვებით რეალობას. მე ვყვები მსოფლიო მასშტაბზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ საქართველოს მაგალითზე. მე ვაგროვებ 1 მილიონიან არმიას. მეც მეცინება, ვიცი თქვენც გაგეცინებათ. რობოტებს როგორ უნდა ვაჯობოთ? აზზე არა ვარ. რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. დავწყო ჩემს არიცხ მანქანას დავიწყომიო, დაცხე. ჯერ რამე გაარეცხინა და მერე დაცხე. მოკლედ ქართველები 1-3-4 მილიონი კი ვართ, რავი. გადასახლებული ხალხია ყველაფრიანა. მადლობა სტიკერებისთვის, დონაციებისთვის. წყალი უნდა მიასხა რობოტს, მოკლედ ჩართო მოხდებაო. დაგვიშვებს რამდენიმე წელში. ჯონ კონორი ხართ? პრინციპში მე ჯონ კონორი გამოვდივარ. მე ვარ მომავლის მებრძოლი, დიახ, ხახტო, მე ვარ მომავლიდან. ისეთი მომავლიდან არა, ახლა დროში ჩაჯდა მანქანაში და გადმოვიდა დროის მანქანით, არა. მე ვარ მომავლის მებრძოლი. მომავლის მებრძოლების 1 მილიონიან არმიას ვაგროვებ. warning account-ი დაიბლოკება ახლა. გაიჩე კომენტარები. მადლობა, დაარტყით სტიკერები, დაალაიქეთ. მადლობა, მაიკო, როგორ ახარაშვები? რა ხდება სოფელში, მაიკო, როგორ ხართ? მოკლედ მე თელესერიალებს გეუბნები. ჩვენ ახლა მოკლედ ახლა ამ თემას შემდეგ ლაივზეც გავშლი. ახლა დავიწყოთ რთა საუბარი რაზე. ახლა მოკლედ ამ ჩანაწერს დღეს ჭკვიანური რაღაცები ვილაპარაკე და ამ ჩანაწერსაც YouTube-ზე დავდებ ხვალ მე მგონი, ნახოთ. მეფე და დიქტატურა ეგ როდის შემოდის ეგ არ ვიცი. ზუსტად რა პროცესს დაემთხოვა ეგენი არ ვიცი რა. მადლობა მეც კარგად. მაყურებლები როგორ არ არსებობენ. ახლა ნახეთ რაშია საქმე. ჩვენ უნდა საქართველოს მაგალითზე გელაპარაკებთ. მე გელაპარაკებით ჩაკეტილი საქართველოს მაგალითზე. ნელ-ნელა ხალხი მოიმატებს, უკვე საშუალო 100 კაცი გვიყურებს. ახლა დღეს ნიღბის გაკეთება დამეზარა. ხალი მეორე ნიღავს რეზინას გაუკეთებ რაღაცას, ხო და ხო, იმ ერთს არც ერთი დაოჯახდა, ერთს არცალია. მედიკამენტებზე რო არის, ხა ის თვითონ თავის გვერდს აკეთებს რა. ხო. მორსქესიანებზე რა ვიცი, ხა ის დაოჯახდა და შეიძლება არ ეცალოს, არ ვიცი, მითხრა და მაგრამ თვითონ ვიდეოებს, მორსქესიანების ვიდეოებს გავაგრძელებ რა, გეტყვი. ხო, ნიღბებს ვიკეთებ, იმიტომ რომ ესეა საჭირო. მომავლის საბრძოლო ამბებში ეგრეა საჭირო. მოგეთ ახლა აგიხსნით რა ხდება. ჩვენ საქართველოს მოგვიწევს ხო, ხან ფილტრი იქნება, ხან ნიღაბი. ჩვენ საქართველოს მოგვიწევს 3 ბრძოლა. ეხლა ეს შიდა დღევანდელი პოლიტიკური რაღაცები, ეგენ მაგებზე არ ვლაპარაკობ ჩვენ.
ეგენი თქვენ უყურეთ კურიერში. ხვალ თუ გამოვალ საღამოზე გამოვალ 10-ისკენ ესე დაახლოებით 10-11-ისკენ გამოვალ ხვალ. თუ გამოვედი არ ვიცი. ხო. მასკა ერთი კამერაც უნდა ამაგრო რა ხო, გამომართავ ყველანაირად. მოკლედ, ჩვენ მოგვიწევს 3 ეტაპიანი ბრძოლა. პირველი არის რობოტები, მეორე არის ზომბი აპოკალიფსი და ზომბი აპოკალიფსის ზომბების ბრძოლა და ზომბების მერე მოდის გოგისა და მაგოგის გოგისა და მაგოგის ცივილიზაცია, ხო? გოგისა და მაგოგის ცივილიზაცია უნდა ამოვიდეს მიწისქვეშეთიდან, ეს უეჭველი მოხდება. აი, ვინმე თუ გადაურჩება, აი გოგისა და მაგოგის აი რობოტებს და ზომბებს თუ გადაურჩებით ხახნო მე გაძლევთ პირობას რომ გოგისა და მაგოგის ცივილიზაციასთან შეტაკებას ნაღდად ვერ გადაურჩებით, მინდა გაგახაროთ. იმიტომ რომ მიწისქვეშეთიდან ამოვლენ საზღარი რაღაცას არსებები და იქ მოგვიწევს მაგარი ჩეხაობა. მოკლედ, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს 3 ბრძოლა. მე ვაგროვებ 1 მილიონიან არმიას. სანამ ზომბე კი კარგად გამოიმუშავებ ამ კონტენტით ჩენო. სანამ ზომბები შემოვლენ, მე კი გამდიდრდები ამასობაში და ეს არა რა თქმა უნდა დიმა რა თქმა უნდა. მოკლედ არ მეწევი ხახნო არაფერს რა გინდათ. რა პაციენტი ვარ ბიჭო, ლაშა მიშველეო რომ დაიწყოთ ხელების ქნებას მე არ შეგეშინდეთ ხახნო. კატები და ძაღლები მყავს ტრაქზე უკმენენ ყველას ისეთი. აქამდე რატომ არ გამოჩენილა, აქამდე ეგ ზომბებიო. აქამდე რომ გამოჩენილიყო ცოცხლები ვინ გადარჩებოდა მე. მე ვიც მოკვდება მანამდე ზოგი ადრე მოკვდება ზოგი გვიან. მოდი სიკვდილის თემა დავიკიდოთ რა. ეგ გარდაცვალება ადამიანი არის უკვდავი მორჩა. მოკლედ, პირველი შეტევა იქნება ასე თქვა პატარა ნედარაზუმენიები და სტიჩკები რო იტყვიან, ნელ-ნელა დაიწყება. ეხლა მაგალითად ჩინეთში მოხდა ვიდეო იყო ტიპმა, ანუ რობოტმა დაჟეჟა თანამშრომლები, სუწიხლები უტყა მუცელში. მე უკვე იარაღებზე გადავდნენ. მაგ ყველაფერს შენ უნდა მოესწრო და მე უნდა მიშველო? მილიონზე რა გითხრა, მაგრამ ერთი უეჭველი აგერ შენთან ვარო. მე კაცო, ყველა თავისი თავი წარმოიდგინოს, ვისაც უნდა რომ იბრძოლოს. მე არც რუსეთი მაფინანსებს, აგერ საჯაროდ ვიძახი. ვინმეს თუ ეგო წინასწარ გეუნებით, ნახე? წინასწარ გეუნებით. ვინმეს თუ ეგონება რომ მე ვინმე მაგფინანსებს, ვინმეს აგენტი ვარ, ვინმეს ტროლი ვარ. სუსი ხო არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მაგას აქვს წტომა ყველაფერზე. შეუძლია აიღონ ჩემი ანგარიშები, ისეთები, ასეთები, ან ვინმე თუ ქეშად ჩუმად მაძლევს, ყველგან არის სუსი და ყველგან არის უსაფრთხოება. გამოაქვეყნო საჯაროდ ჩემი ანგარიშები. და ყველაფერზე შემიძლია გავცე პასუხი. ეს წინასწარ მაინც გეუბნებით რა, რომ ვინმეს დაფინანსებული და რაღაც არ გეკონოთ. მე ვარ აძინოკი ვოლკი, მომავლიდან ჯონ კონორი, всё. ადამიანი არის უკვდავი. ხო, ემიგრანტებს გეტყვით, კი, როცა უნდა წამოხვიდეთ, გეტყვით. ეხლა ვისაც საშუალება აქვს ნელ-ნელა თუ დაიძურება და წამოვლენ, მადლობა დიმა. ეგ ძალიან კარგი იქნება. უბრალოდ ნახეთ როგორ მე პანიკურად არ შემიძლია უთხრა რომ აადექი და წამოდით. აი ხა მე მაგალითად პოლონეთში ომი დაიწყებოთ, ხო გითხარით, თუ პირველი ბალისტიკური თუ რაღაცა რაკეტა უკვე შეფრინდა, უკვე ჩამოაგდეს პოლონეთში პირველი რუსული რაკეტა. ეხლა დაიწყება რაკეტების ცვენა პოლონეთში, როგორც გითხარით, შარშან დაიწყება ომი თქო. და მეყვება სხვადასხვა აგერ ესპანეთს რაღაცა ტალღა მიგრანტების შეესია, ხა ძალიან ბევრი არ არიან, მაგრამ რამდენიმე ნავია, მაგრამ მე მოიმატებს. გეტყვით ისე მიდიხარ? ხო, ზოგი მოვა, ზოგი წავა, მაგრამ მე ერთიანად დაბრუნდებით რა. გეტყვით ხა რამე ისეთი თუ იქნება, გეტყვით ემიგრანტებს. როდის უნდა წამოხვიდეთ ევროპიდან, გეტყვით. ჯერ ისეთი არაფერი არ ხდება.
რუსეთი თუ დაიწყებს რამე ისე გეტყვით რა მოგეთ მე პოლონეთში უბრალოდ პოლონეთში ვინც ახართ მე გირჩევდით რომ ბარგი ჩაალაგოთ და ან იქით გადაბარგდეთ ან საქართველოში ჩამოხვიდეთ პირველი არის პოლონეთი რიგში და კიდე რაღაცა ქვეყნებია რა იქ რიგში გერმანია უეჭველი მაგრამ ხა წასულია ზოგი გერმანია ხა მარიამია და ვიღაცები არიან გერმანიაში ძალიან ბევრია უბრალოდ მოკლედ პირველი ბრძოლა ჩვენ მოგვიწევს რობოტებთან მილიონიანი არმია რა იყო თემურლენგი ხარო პირველი ბრძოლა მოგვიწევს რობოტებთან მერე მოგვიწევს ზომბებთან მერე მოგვიწევს გოგი და მაგუგის ცივილიზაციასთან ანუ ეს ნიშნავს რა რომ დაწყებული თოხი ბარი შუბი კი არა ხო შუბი ვენახის მაკრატელი რა თუ კი რაიმე რკინა გაქვთ ყველაფერი შეაგროვეთ გალესეთ ცეცხლსასროლ იარაღებზე მე ვერაფერს ვერ ვილაპარაკებ მაგეხე კანონის ჯის ცეცხლსასროლს იარაღებს მე იქ რაღაც ზომბი აპოკალიფსის დროს ვიშოვით ხო ობელექსი რო ჩავარდა ჯადოსნურ ალექსილშიო აუ ჩემი კაი რა გინდა ხალხო შენ პლანის ცეცხლმოკიდებული ზუნში ჩავარდი ბავშვობაში გარდაცვალება არის როგორც არის ქრისტიანული მართლმადიდებლური ქრისტიანული მიდგომა რაც არის ეგ არის გარდაცვალება ადამიანი არის ანუ ჩვენი ეს სხეული არის ავატარი რა ქრისტიანობაში მეტი კი არაფარია ეს დროებითი სამოსი ადამიანის ანუ დროებით გაძლევს ღმერთი აი ამ მატერიალურ ესეც ედემის ბაღში სხვანაირი იყო ცოტა სხეული მე ცოტა შეიცვალა ადამიანის სული გადის როგორც არის გარდაიცვლება სული გადის იმ ქვეყნად მიდის ну ალბათ ამბობენ რომ წესიდარეგით ალბათ სადღაც გუმბათის ზევით ოკეანე და ну ზევით რა სამოთხეში ზოგი სამოთხეში წავა ზოგი ჯოჯოხეთში დროებით მე მეორედ მოსვლის დროს აღდგება ყველა მკვდრეთით აღდგება ანუ ადამიანი არის უბრალოდ შენ ცოცხალი ხარ სხეულში ხარ თუ სხეულს გარეთ ხარ ცოცხალი რეინკარნაცია არ არსებობს ეგ არის შემოგდებული აზიური რელიგიიდან ეგეთი რამე არ არსებობს რეინკარნაცია არა მაგრამ დონეების ნახე რეინკარნაციის იდეა რაც არის ჩვენ ეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ ისე როგორც დონეებზე გადადიხარ რა დროებით მიდიან ჯოჯოხეთში და სამოთხეში მეორედ მოსვლამდე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე უკრაინაში რა მოხდება მითხარითო გააჩნია უკრაინაში სათხარ არ ვიცი რა გითხრათ აბა უკრაინაში რა მოხდება კაცმა არ იცის აი აზია რა ვარ იქ რუსეთში რა მოხდება უკრაინაში რა მოხდება ანუ ხა სრული ქაოსია მოკლედ მე ვაგროვებ 1 მილიონიან არმიას დავიწყებ მე ეს ჯგუფების დაყოფას ანუ ჯგუფებად დაიყოფა ესე იგი მოგეთ პირველი 3 ჯგუფი გაკეთდება მოგეთ ეხა იქ ვინც არის ძირითადი მაყურებელი პირველი 3 ჯგუფი გაკეთდება და აი ამს ნახეთ რას ვამბობ აი ამს საკითხს მერე გავშლი კიდე რა ეს არის ესე იგი ეს გახლავთ ესე იგი პროექტი ზომბი ზოუნის შემდგომი ეტაპები ანუ პროექტი ზომბი ზოუნის ეტაპებზე რო გადავალთ აი ზუსტად მაგ გახსოვთ მამა გაბრიელი რო ამბობდა 15-20 კაციანი ჯგუფებით იარეთო მოგეთ ჩვენ უნდა ავახდინოთ ეს წინასწარმეტყველება და 20 კაციანი ჯგუფებად დავყოთ და მე 20 კაციანი ჯგუფები მე თვითონ ამ ზომბი ზოუნის პროექტის ფარგლებში თვითონ იქ ცალკეულ ლოკაციებზე იმ Ocean Site-ი და ესე რაც იქნება იქ მე გაერთიანდებიან ყველას ეცოდინება რომელი ჯგუფშია არ იქნება არანაირი ჩეთები არაფერი მე ვიტყვი ყველა აირჩევს თავის ჯგუფს მოგეთ იქნება 3 ჯგუფი პირველ რიგში ალფა ჯგუფი ბეტა ჯგუფი ალფა ბეტა ომეგა თუ როგორ ქვია ალფა ბეტა და ომეგა რა იქნება ალფა ჯგუფი ძირითადი პირველი მაყურებლები ვინც ხართ აი ხა ეს დიმა მარიამები მაიკო ესენი ყველა თვითონ იტყვით რომელ ჯგუფში ხართ თქვენ თვითონ მოიფიქრებთ როგორ არის ხახო ალფა ბეტა გამა არის თუ ომეგა ვაფშე ბოლოა ალფა ბეტა და გამა ხო რა უნდა ვჭამოთ და ტუალეტში ვინ უნდა წავიდეს ეგენი არ ვიცი ხახო მაცადეთ ჯერ ჯგუფს ვკრებ ხო ყურებს ვინ სად გამოიწვიდავს მე ხა მაგაზე ვიფიქრო პერიოდი ხახო როდის იქნება არ ვიცი რობოტების ის აქტიურდება შემდგომი 2-3 წლის განმავლობაში რობოტების თემა სერიოზულად გააქტიურდება და სერიოზული პრობლემა დადგება ჯერ დაიკავებენ
ჯერ დაიკავებენ, ესე იგი, იმას რა ქვია, სამსახურებრივ ადგილებს წაგვართმევენ და ზუსტად მარველში როგორც იყო, რომ აი მე ხელოვნური ინტელექტი რობოტებს დაბეჭდავს რა, რა ქვია იმ ფილმს. იმ რობოტს რო დაეჯახებიან რა. აუ რა ერქვა შურისმაძიებლების მეორე ნაწილს რა ერქვა ხახლა. ყანები ბათო ხდინოთ ბაზარი არ არის. შურისმაძიებლების ალტრონის ერა ხო, ალტრონი ჯერ ალტრონი შეიქმნება და ნუ მერე ის შეიქმნება ისა ვიჟენი. მოგედა ალტრონი რომ შეიქმნება ხელოვნური ინტელექტი და დაბეჭდავს ესე თქვა ააწყობს ხელოვნური ინტელექტი რობოტებს, ესე აეწყობა ეს რობოტები და წამოვა მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩათვალეთ რომ მე ვარ ტონი სტარკი რა ვიცი ტონი სტარკი ჯონ კონორი თუმცა რაც გინეს დაარქვით. ძალიან გასული ხარ ძმა. მე რობოტი ეგეთ სამყაროს კი აი ზუსტად ეგ ფილმი მაგიტომ არის სამყაროს გვერდს კი აი უკვე ძალიან მალე აი უილ სმითის მე ვარ რობოტი აი ძალიან ახლოს ვართ მაგასთან რა რობოტ ბაშო შექმნა ჯოდ ლოუც მონაწილეობს იცი შეიძლება ვიცოდე არ მახსოვს მეტრუსების მარაგის დარდი მაქვს რომ გაგვიცდება რა ვქნათო არა მართლა საცვლები მოიმარაგეთ ოხრად ამოყიდეთ ზეგრევე. შემდგომი 50 წლის საცვალი მოიმარაგეთ. გეტყვი ხა სამ თემას გავაგზავნებ. ბოსტანი რა შვება და მოგედ მე მივქარე ის რომ აქ მოგედ ის კიტრი არ უნდა გამეშვა პამიდორთან და ნესვი და საზამთრო არ უნდა გამეშვა იქით. კაროჩა აესი არის აზელილი ამბროზია, კიტრი, პამიდორი ვეღარც უმარგლავ რა. და კიტრს მე გაისად გავანაწილებ კიტრი ცალკე მექნება მარჯვნივ პამიდორი და იქით სხვა მხარეს მექნება ნესვი და საზამთრო. კაროჩე ერთმანეთში არის აზელილი ვეღარაფერს ვეღარ შვები რა. ცოტა ისხავს რაღაცებს, მაგრამ კაროჩე აჯაფსანდალი გამოვიდა რა. უბრალოდ რაღაცები ვერ გავთვალე რა. ჩანს კი შენი კომენტარი, ჩანს გაგა. არის ახლა სადაც ვარ, ვერ ხედავთ რა ვერ გავიგე რა წერია. ოსაზე დამეჭირა ხელი, მოიცა რა არის ეს. მადლობა ხახმო ლაიქებისთვის, მადლობა რომ მიყურებთ. თქვენ მე მაძლევთ ენერგიას, რომელი ენერგიითაც მე 1 მილიონიან არმიას შევაგროვებ და ტორსასრუტებს და სარიცხ მანქანებს და რობოტებს დავამტვრევთ ძვლებში. ხო, აი მაშინ გეთახმები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მარტო მატერიალურად ემზადებიან ბევრი და არა ენერგეტიკულად მაღალი ვიბრაციებია საჭირო. მაღალი ვიბრაციები არის საჭირო. აი ჟასმინი წერს, ნახე, მართალი ხარ, მაგრამ აქ არის ერთი რაღაცა. მე რატო ვარ აქ და რას ვაკეთებ? აი ხა ნახეთ რას ვაკეთებ მე. მე რას წარმოვადგენ აქ? აი მაგათად შიმშილობის დროს რო გრეჩიხა უნდა მოიმარაგო. აი ჩემი თქმა რადგინა, ისედაც ხო იცით. მაგრამ ის ენერგია და ის ენერგეტიკა რაც თქვა თქვენ არ გიქნებათ და ვიღაც არ იქნება მომზადებული, ის ენერგეტიკა მაქვს მე. ამ ენერგეტიკით შემიძლია მე შევავსო ის რაღაცა სივრცე, ანუ ვისაც ცოტა ენერგეტიკულად ვიც არ იქნება მზად, მე რასაც ვეტყვი იმას გააკეთებენ და დანარჩენი ჩემი ენერგიები გააკეთებენ რა. გაისეთ გვიქნება ბოსნის თავიო. საჩიგრეთაზე კი მართალი ხარ. ხო, მეც მინდა გრუპაში ლაშო. გაგა რომელი ხარ? შენ რომელი გაგა ხარ? ის ხარ ჭიათურიდან თუ სხვა გაგა? ებრაელებზე, ნუ იქ იერუსალიმში გარკვეული ბრძოლები იქნება ანტიქრისტესთან დაკავშირებით. ვისაუბრე YouTube-ზე იქ ესე წინასწარმეტყველება ქონდა სლავაჩკას. ჩიპიზაციის ვიდეოებში ნახეთ რა. ლაშა მეორე განკარგულება რა იქნებაო? იქნება ეგ განკარგულებები ნახოთ რა რაღაცებს გამოვაქვეყნებ. როგორ ავიმაღლოთ ვიბრაციებიო. ეხლა მაგაზე ვერ ვისაუბრებ, ეხლა სხვა დროს ვისაუბროთ. ხო, მოკლედ ეხლა რას ვიძახთ? ერთი წუთის რას ლაპარაკობდი. ხო, მოკლედ. სალამი, გამარჯობა. მოკლედ
მოგეთ ხო ესე ჯგუფებზე მე ამას მე პროექტ ზომბი ზოუნდის იმაში ჩავწერ სწორედ მითხარით კაცი მილიონიან არმიას ვაგროვებ და ალფა და ბეტა არ ვიცი აი გადაობა არ არის ხო კაი გაგა ესე შენ სხვა ხარ გავიგე მაგრამ მაინტერესებდა უყურეთ ალფა ბეტა და ომეგა თუ რა ვთქვი გამა ალფა ბეტა გამა რომელია ეს ინგლისურად არის იმდენ ენას ვსწავლობდი ამერია ტვიჩში ყველაფერი უკვე სად არის წყალი კარჯე გამა იყოს და მე შევცვალებ თუ რამე პირველი იქნება პირველი ძირითადი მაყურებლები და მსურველები ვინც იქნებით კაი გამა იყოს ალფა ჯგუფი ბეტა ჯგუფი და გამა ჯგუფი 20 კაციანი ჯგუფები იქნება აი დიმა მომისმინე დიმა ახლა თუ გინდა და თუ არ გინდათ შეიძლება დაიკიდოთ აი დიმა შენ და ესეთი ძირითადი მაყურებლები ლაივ კონკრეტულად ლაივზეა საუბარი ლაივში ვინც ახართ იქნებით ალფა ჯგუფში gamer story არის ნინი არის 1-2-3 იქნება მე ცალკე ნომერაცია ნინი არის მეორე ჯგუფი ეხლა რაზე ხდება არა მე არ უფროსი არა ვარ ნახე რა ისე თქვა მინდა რა ხდება ნინი ახლა გუში რაღაცას წერდა და აი მოგეთ ხალხი ერთმანეთში ლაპარაკ საიდან მოვიდა ეს იდეა იმიტომ რომ მე ხო რაღაცებს ხო აი გემეს მასტერიც ალფა იქნები მაცადეთ ერთ წამი და მოგეთ იქ ხალხი ერთმანეთში ლაპარაკობენ ჭორაობენ და ჯგუფში არ მიმიღეს და აქედან წამომივიდა ეს იდეა რა იმიტომ რომ მე ხო ველოდები ხოლმე რა იდეები მომივიდეს რომ ეს ჩამოვაყალიბო მოკლედ პირველი 60 კაციანი ჯგუფი იქნება ესე ალფა ჯგუფი იქნებით სიტყვაზე აი გეიმ მასტერი რა წერია დიმა იქ მაიკო ისიც ვისაც უნდა რა აი თქვა ლაშარო არის და ესენი ვისაც გინდა ძირითადი მაყურებლები ვინც ხართ პირველი 20 კაცი იქნებით ალფა ჯგუფში მეორე 20 კაცი იქნება ბეტა ჯგუფში მესამე 20 კაცი იქნება გამა ჯგუფში ეხლა ეს როგორანაირად ვინ გავარკვევთ მაგას მე დავარეგულირებთ შეიქნები რიკი მე დერილი მოკეთ ხო კი ვიცი ისინი ცხოვრობენ ვიცი ალფა ბეტა ომეგა გამა რა ვიცი როგორც ქვია მე მოვიფიქრებთ ამ ჯგუფების სახელებს თუ ვინც სურველი იქნება თუ გინდა ნუ დაიწერთ მაგრამ ნუ თუ დაიწერთ უფრო მივხვდებით ვინ არის აი სიტყვაზე აწერია გაგა ხო გაგა ტირე ალფა ან ალფა ჯგუფი ან ჯგუფი აღარ უნდა გაგა ტირე სიტყვაზე ალფა გაგა თქვა ალბერტ აინშტაინი ტირე სიტყვაზე ომეგა თუ რა ქვია ბეტა ესე იქნება ესე განაწილდება რა ჯგუფები მე იქნება უკვე რაღაც მოვიფიქრე ტერმინები არ მახსოვს რაზმების ტერმინები როგორ არის დივიზიონები და ისინი დიდია პატარა ჯგუფები 20-ეულები და ისინი არა თქვა პირველი ასეული მეორე ასეული მესამე ასეული რაღაცა სახელებს მოვიფიქრებ შემდგომ ასეულებს ჩემს უკან რა არის რა უნდა იყოს არაფერი ბუნება მადლობა სტიკერებისთვის მოკლედ მე რაც მომდის არაფერი რაც მომდის თავში იდეები ხა მე მას ვაყალიბებ გეუბნებით რა ჩაერთოს ფილტრი ალ ხახნო ეს გენერალ სიმუსები და რაღაცები ზახ მე მკიდი არა მე ვარ ცალკე ვაფშე რა სალამი თამარ ესე კაი რომ მოხვედი ესე იგი თამარ ცომი ეხა უყურე ჯგუფებს ვაკეთებთ ესე პროექტი ზომბი ზოუნის ამბავში კიდე ერთხელ ვიმეორებ ამას ახლა YouTube-ზე ჩანაწერს დავდებ და მე ვიცად გინდათ უყურეთ ვიზუალურად კარგად არა ჩანს ესე დიდი არაფერი მაგრამ ხმას მოусმინეთ რა მაგა ეს არის მთავარი მადლობა ლაშა აი ლაშას შეუძლია იყოს თქვა ალფა ჯგუფში ვისაც როგორ გინდა თუ გინდათ შეგიძლიათ დაიკიდოთ მე მესმის რომ ეს თქვენ გადაობა გგონიათ მაგრამ ჩვენ არც ჩვენ დღევანდელ რეალობასთან ჩვენ საქმე არ აქვს თავრობაში ბიძინა არის მიშა არის ერთმანეთს ხოცავ კიდია ჩვენ ეს არ გვაინტერესებს ჩვენ გვაინტერესებს ეს არის ხახნო ნახეთ რას ვამბობ თქვენ უბრალოდ ისე თქვა მინდა თქვენ კარგად ხედავთ პოლიტიკურ არენაზე რა ხდება ვერანაირი ჯგუფები და ვერანაირი პარტიები ვერ ძლებენ იმიტომ რომ ადამიანები არიან შეპყრობილები გამდიდრების მანიით ეხლა მე იმას არ ვამბობ რომ მე არა ვარ შეპყრობილი გამდიდრების ყველანი შეპყრობილები ვართ ეს არის სცენი მაგრამ ის საქმე რაც არის გასაკეთებელი ეს არის ერთი კაცის გასაკეთებელი საქმე
აი როგორც ფილმ ტერმინატორში ჯონ აქ რაღაცა ამპარტავნებები თავი რაღაცა გონია ეს რაღაცები ჩემთან დაკავშირებით გამორიცხეთ მე ვაფშე დღე და ღამე ლანძღვაში ვარ ისედაც ზოგი სახლში ზოგი ინტერნეტში ზოგი გარეთ მე ვაფშე სხვაგან ვარ რა ამიტომ ისე თქვა მინდა ეს ჯგუფები ამოქმედდება ტერმინატორებთან ბრძოლის დროს, ზომბებთან ბრძოლის დროს და იმის დროს და გოგი და მაგოგი არის ბოლოს, ვინმე თუ გადარჩება მაგორი ბრძოლის მერე იმათ გადაულიან მიწისქვეშა ცივილიზაციიდან ამოსული მონსტრები პირდაპირ მნიშვნელობით. რეიკებიდან დაწყებული რაღაცა საშინელებები გოგი და მაგოგი დაგუგლეთ. გოგი და მაგოგი დაგუგლეთ. გოგი და მაგოგის ჯგუფი არის ჯგუფი კი არა და გოგი და მაგოგის ცივილიზაცია არის ესე იგი ამ ბოლო წლებში გავრცელდა ესეთი ამბავი რომ ეს როგორი რამე ეცით რომ ებრაულ წინასწარმეტყველებაშია მე მგონი მადლობა ლაშა თუ სწორად მახსოვს ებრაელების წინასწარმეტყველებაშია რომ უნდა ამოვიდესო გოგი და მაგოგის ცივილიზაციაო უკანასკნელ ჟამსო აი ვიკიპედიაში წერია შეიძლება ერთი ორი სიტყვა შემეშალოს რა ხო აპოკალიფსში წერიაო რომ შეგიყვანთ ყველას ჯგუფში ხო ნელ-ნელა დავიწყეთ თქვენ უბრალოდ გამოიწერეთ გვერდი და აგიხსნით აგიყვანთ ყველას ანუ ჯგუფში აგიყვანთ ყველას არაფერი ფულს არ იხდით არაფერი არ გჭირდებათ რა მე ამით გამიაქტიურდება გვერდი და უფრო ბევრ საქმეს გავაკეთებ ეხლა ნახეთ რა ხდება უნდა ამოვიდეს ეს ცივილიზაციაო და უნდა გადამოკიდო ებრაელები უნდა გაწყვიტოსო თუ რაღაცა სადღაც ისლამურ წინასწარმეტყველებაშია სადღაც რა მოკლედ რა ხო და რაღაცას მადლობა რაღაცა გამოქვაბულს იკვლევდნენ სადღაც მე მგონი აზიაში და ერთ-ერთი კლდის იქიდან ისმის საშინელი ხმები ამოდის და ვარაუდობენ რომ ეს არის გოგისა და მაგოგის ცივილიზაციაო და ეს კლდე თუ გაიხსნაო და თუ ისინი იქიდან გამოვიდნენო ოღონდ მე ამას არ ვიგონებ მართლა არის ინტერნეტში დევს ვიდეოებიც დევს ჯერ დებატებისთვის არ მცალია ჯერ ძალიან ბევრი საქმე მაქვს დებატებისთვის და ვიღაცებთან ხა იცი რა გეხოცები დამიჯერეს ძახილებისთვის არ მცალია მე ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ ესენი თუ აქედან ამოვიდნო ქვაქვაზე აღარ დარჩებაო და ელოდებიან ამ იმას ეს არის წინასწარმეტყველება მე არ ვიგონებ და არის ეგეთი ცნობები მაგრამ ყველა მიცის რომ ეს უეჭველი მოხდება ეს უკვე მოხდება კონკრეტულად ზომბი აპოკალიფსის მერე რა ეს არის აი უკვე ეს უკვე არის ვაფშე პიკი ანუ ჩათვალეთ რომ ჩვენი სიმულაციური თამაშის ბოლო ეტაპებია ეგენი რა ამიტომ ჩვენ გვჭირდება ნახეთ რა იქნება ალფა ჯგუფი ალფა ბეტა და გამა თუ ომეგა რა ომეგა ჯობი ალფა ბეტა და ომეგა მერე იქნება ნუმერაციული ასეულები ან ოცეულები რაც იქნება ოცეულები ან ასეულები და პლუს მე პირადად მეყოლება ცალკე არმია მე ამას შევაგროვებ მე თვითონ აქ ინტერნეტში ეს არ მოხდება ეხლა მე აგიხსნით მან რეები მოხდება ცალსა იქნება ჯგუფი და მეინ ჯგუფში თავიანთი მეცახლებით გაწევრიანდებიან ხო მაგას ყველაფერს ჩამოვაყალიბებთ და მივხვდებით რა ელიტარული არმია იქნება ჩემი ცალკე ეხლა გეტყვით რა ეს იქნება suicide squad როგორც ქვია მე პირადად შევკრიბავ ცალკე მე უკვე პირადად ვიცი რომ არის სანდო და გამკეთებელი პირობითად ერქმევა მაგრამ თან პირობითად ერქმევა კახლები რო იტყვია ხოლმე განამაგაზიაო მაგრამ სადღაც მაგაზეც არისო აი ეგრე თვითმკვლელთა რაზმს შევკრიბავ მე ეს ახლა წადით ხალხო თავები დაიხოცეთ თქო მაგას კი არ ვეთქვი ხა ისი თქვა მინდა ეს იქნება თვითმკვლელთა არმია აი მე დავდეს სხვათა ზომბი ზოუნის იმაში ვიდეოში Call of Duty-ს თამაში იყო თუ რაღაც აი ტიპი თოქზე რო არის ვერტალიოტიდან ჩამოკიდებული და იქიდან რო ტანკი BTR-ს ესვრის რა ანუ ეს იქნება თვითმკვლელთა რაზმი რამდენ კაციანი იქნება არ ვიცი გეტყვი ხა რა განსხვავება იქნება შენს არმიას და სხვის არმიას შორის განსხვავება გეტყვი რა ფანტაზიები ეს იქნება თვითმკვლელთა რაზმი რომლებსაც მე რო ვეტყვი გარკვეულ მისიებს შეასრულებენ ოღონ ხო გუშინ ვფიქრობდი მაისური მინდა ჯორჯიან არმიაო ეგ ლოგოზეც ხო ლოგოსაც გაჩვენებთ რაც უნდა ზომბი ზოუნის ლოგოს გავაკეთებთ თვითმკვლელთა რაზმი იქნება ჩემი ცალკეული რაზმი ის თქვენ ვაფშე არ გეცოდინებათ არც ეხლა არც მერე ვაფშე არ გეცოდინებათ
ეგ რაზმი იქნება თვითმკვლელთა კამიკაძე რაზმი, კი, კამიკაძე რაზმი, რომლებიც მომავალში ხა ეს არანაირი ეს არც მიტინგები ეხლანდელ დროში არ არის, ეს არამდაირად ეს დღევანდელ რეალობას არ ეხება, მაგის გამო არ დამიჭირონ ახლა კაცო. როცა ფანტაზიებში გარღა, კი, ეგ ფანტაზიები გიშველეს. და ისე თქვა მინდოდა მალბარაშ დაარტყით ხახნოს მარტო ლაშა არ ტყავს სტიკერებს, დაარტყით სტიკერები. არმიაში როგინათ, ჯგუფში როგინათ, დაარტყით სტიკერები, დაალაიქეთ და YouTube-ზე გამომიწერეთ. იმიტომ რომ YouTube-ზე მე ვდებ ძირითად ინფორმაციებს, რომ ისეთ რაღაცებს რომ იქ უნდა მოისმინოთ. არა ყველა ვიდეოს ვერ ნახავთ, მაგრამ იმას ქენით რა ქვია, იქ YouTube-ზე გამომიწერეთ. ბენი 2050 მაწერია. დაარტყით სტიკერები, დაალაიქეთ, დაუჭირეთ ხარი ამ ყველაფერს და ეგ იქნება თქვენი მხარდაჭერა. მე წლები ამ ყველაფერზე ვლაპარაკობ და იმას ვერავინ ვერ იტყვის, რომ ესო ვიღაცაო გამოძრავ თაღლითიო და რაღაცებს იგონებსო. ეხლა ყველა კომენტარს ვეღარ გავეკიდებ, მადლობა. თქვენი მხარდაჭერა რაც უფრო მეტი იქნება, მე უფრო დიდ მასშტაბებზე გადავალ. აი მასტერ დიდი მადლობა. შენ იქნები ალფა ჯგუფში რა გინდა. ბეტაში და ომეგაში იქნებიან დანარჩენები. არა 2050 ბენი 2050 ინგლისურად მაწერია, იმიტომ რომ ჩემი წიგნის სიუჟეტი, მადლობა, სიუჟეტი მიდის 2050-იან წლებში და იმიტომ დავაწერე მასე რა. არ ვეწები ხახნო არაფერს არ ვეწევი. ეს აზრები მომდის გეტყვით საიდან. ბავშვობაში ზღაპრების კითხვა მინდოდა და ზღაპრების კითხვას არ მაცლიდნენ. ბავშვობაში არ მაცლიდნენ ზღაპრების კითხვას და მაგ დროს ფანტაზია გამიფართოვდა თუ გამიღრმავდა თუ როგორ იტყვიან. ამ ყველაფერს მე ვეცნობი ბავშვობიდან 15 წლიდან. მე ვერ ვარტყავ სტიკერს, არ მიმინდა მივაბა. ეხა კაი თამარ 2 წელია ეძახი არ მინდა მივარტყა ჩემი ბარათი TikTok-სო. 2 წელია ჩუმად ვარ. უკვე დრო არის რომ მე მგონი მივხვდე და მიაბად ბარათი. მარტო შენ კი თელი სანათესო ბარათები რატო არ გიდა მიაბი TikTok-ს კაცო, რატო არ გია მიაბი. ქალი ამხელა ბიზნესებში ხარ 3 ლარი სტიკერი რომ დაარტყა არაფერი მოგივა. დაარტყით სტიკერები, შეგონე მე არ ვარტყავ. იქ ვიღაცა რუსის ნაშას დაურტყი იმდენი სტიკერები ბათუმში, კიდაღამ მია ლაივში იყო ბათუმი და თავი შეყვარებული კიდაღამ მიაგდო კიდაღამ ცოლად გამოყვა. მე გეფრემოვს ურტყავ ხოლმე სტიკერებს კიდე. კაცი რა ქნას, მაგარი საყვარელია სხვათა შორის. ათეისტი კი არის, მაგრამ მიაბი ბარათი, მიაბი. არაფერი კაცო. ზომბი აპოკალიფსი იწყება მაინც, რადგან ამდენი ფული მიაბით ბარათებისო? ჯერა ვერავის ვერ ჩავთვა, მე ვნახოთ. კაი ხო გავიგე ხუმრობ, კაი გეთახმები. შენ გადახდილია, გეთახმები, შენ გადახდილია ტელეგრამზე, რადგან ხარ შენ და გადახდილია. აკაუნტზე ჩარიცხდა ხომ. ხო, არა, მაგ ბარათი სადაც აქვს მიბული მან მას ყველაფერზე აკონტროლებენ. წვანე სამყარო შე რა ქვია გამახსენე. YouTube-ზე ბენი 2050. მოიცა დავწერ კომენტარებში ერთი წამით. პროფილზე არის, ჩემს პროფილზე რო გადახვალთ, არის ხალხნო ისა რა ქვია, ლინკი თუ რა ქვია, მაგას სახელი თუ ლინკი, YouTube-ის ის არის რა. მაგრამ აქაც დავწერ ბენი მეგონი ტირეთია რა, ამოაგდებს რა 2050, აი ესე. არა, ზომბი აპოკალიფსში პირდაპირ ვგულისხმობ. ტყელ დედამიწაზე როგორ არ ავწერ ვიდეოებს, აი ახლა ხანს წეგან დავსკრინე, მოიცა გაჩვენოთ ერთი წამით. სანამ თემას გავაგრძელებთ. ერთი წამი საწავიდა. როგორ არ ავწერ, ის ცალკე დასაკრავი სია არის, აი შეხედეთ. აი ვიდეოში ლაივში სანამ შემოვედი, მაშინ დავსკრინე. აი ეს გახალთ ხახმო ვარსკვლავები, აი მარჯვენა მხარეს ხედავთ თქვენ ახლა მარჯვენა პატარა გადახვევა გავაკეთოთ და გავაგრძელებთ თემას. მარჯვენა მხარეს, ზედა მარჯვენა მხარეს ხედავთ ტელესკოპში რეალური ვარსკვლავების გამოსახულება როგორიც არის და შედარებულია ზღვაში,
ზღვაში და ოკეანეში როდესაც შუქი გადის წყალში ფსკერზე როგორი ეფექტი აქვს წყალს ანუ ზუსტად იგივე ესე ვთქვათ გამოსახულება არის ოკეანის ფსკერზე რაც არის იგივე არის ტელესკოპში ვარსკვლავები ანუ ვარსკვლავები არ არსებობენ ეს არის წყალგამოვლილი შუქი და შიპ ესე იგი ეს არის კოსმოსის მარცხენა მოდიში რომელი არის მარცხენა ფოტოზე არის ნაჩვენები აი ზოლი კოსმოსური ხომალდი როცა მიფრინავს ხოლმე ზოლი როგორ ირჩება ცაში და მარჯვენა მხარეს არის ნაჩვენები აი რაღაც კატერი რომ მიცურავს წყალზე ზუსტად იგივე ეფექტია მოგეთ გავაგრძელოთ ახლა თემა რა არის თქვაც მე ბრტყელი დედამიწის თემა გრძელდება და გაგრძელდება კიდე მოიცა სად არის ეფექტები აქ გამომიწერეთ მე მართლმადიდებელი ვარ ჩვეულებრივად გეოგრაფიაში ვინც თქვენ გასწავლეთ არა გეოგრაფიას ვინც მასწავლეთ და ძალიან კარგი ქალბატონია ეხა იმას დადგე დაგინოთ არ გამოვა ეგრე და რაღაც შეურაცხყოფები მიაყვანოთ მე ვარ მოკლედ ერთი კაცი ვარ მე ახლა და რისი თქმა უნდა წეგარ აღსწობოდი თქვენ ნახეთ რომ პოლიტიკაში ხალხი ერთმანეთს არ ინდობს ამიტომ ჩვენ შორს ვართ პოლიტიკისგან გინა ნაცები იყვნენ გინა ქოცები დავხოცეთ ერთმანეთს გინა ვიღაცები კიდე პარტიებიდან და ბაზები და ისინი და ესენი ჩვენ ეხლა აგიხსნით რას ნიშნავს მომავლის მებრძოლი ის პროცესები კიდე ერთხელ ვიმეორებ ადრეც გეუბნებოდით ის მადლობა ჩართვებზე ვერ შეკპიდებით ვერავის როდის გადამიტრიალდება შარიკი და რა დროს ვის ჩავთავ არ ვიცი არა ის ქალბატონი ვინ ქალბატონი ეხლა ნახეთ რა ხდება პოლიტიკაში და ზოგადად პოლიტიკას თავგანწირებს ჩვენს რეალობაში რაც ხდება ესა გლობალისტების მიერ ეს ომი მოგებულია უკვე წლების წინ ანუ ჩვენ დაახლოებით 20-25 წლის წინ წავაგეთ ის ომი და ის რეალობა დაგვიდგა ჩვენ არა ეს რეალობა დაგვიდგა ჩვენ ეხლა როგორ ის დაგვიდგა რეალობა იმიტომ დაგვიდგა რომ 20 წლის წინ 25 წლის წინ და 30 წლის წინ ჩვენ წავაგეთ ეს ბრძოლა ეხლა ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ მხოლოდ მომავლის ბრძოლა აი ამის თქმა მინდა რა ვიცი როგორ ხვდებით არ ვიცი ვინ როგორ რას ხვდებით ერთი წამეს გავთიშო კარგია ვინც იგინება და რაღაცა მე მაწყობს იმიტომ რომ ამ ხალხს რო დავბლოკავ ერთი წამე ხო აი ამ ხალხს რო დავბლოკავ მე აღარ იქნებიან ჩემ არხზე იფილტრება ეს ამიტომ კარგია Instagram-ს და Facebook-ს არა მაქვს სოციალური ქსელები დაივიწყეთ მე სოციალური ქსელები არა მაქვს YouTube-ი, TikTok-ი მორჩა თუ კი სადმე რამე მაქვს ის თქვენ არ გეხებათ YouTube-ი, TikTok-ი ეგ არ ვიცი ჩაფალახი რა არის მოკლედ 1 მილიონიან არმიას ვაგროვებ ეს არმია თქვენს გარშე შეგროვდება აუცილებლად ამ არმიაში უცხოელებიც იქნებიან წინასწარ გეუბნებით აქ ჩარჩენილი ხალხი როდესაც ახლა აგიხსნით როგორ აქ როდესაც საქართველოს ბოლომდე ჩაიკეტება აქ რო ხალხი ჩარჩება ეს არაბები ინდოელები უკრაინელები რუსები ვაფშე ყველა ამ ხალხსაც შემოვყრით ამ არმიაში და გავანაწილებთ მე დავიწყებ განკარგულებების გაცემას მე ნუ ახლა რაღაცები იქნება ჩემი კაი რას მიშვება ეს ფილტრი რა ამიტომ ხალხო ჩემთან გამოწერები ჩემთან კავშირები გაანებეთ თავი მე შემეშვით პირდაპირ გეუბნები მე რასაც გეუბნებით იმას მიხედეთ გოგოები იქნებიან გაწევრიანებული მედდებათ ნუ ეგენ ახლა არმიაში ითვლება თუ არა არ ვიცი შეიძლება კი მაგრამ სლავებიც და ყველა იქნება გაწევრიანებული მედდებათ და იქ რაღაცა მიმხმარეთ და საჭმელების გამკეთებლად და რაღაცა ხო
ხო ეხლა რაღაცებს არ ვიტყვი ხა რასისტულად რო არ გამომივიდეს ხა ხო ხვდები ხა ჩემგან არ იქნება ლამაზი მაგრამ მოკლედ ვინც რაღაცა ისინი ცალკე რაღაცა მოკლედ არ ვიტყვი რაღაცებს ჩანწერი უნდა დავდო და ცუდად გამოვა მე ქალები კუხნაში მედდად მაგრამ ქალებს ბევრი საქმე ექნებათ ასევე შეიძლება ყუმბარმტყორცნი იყოს რაღაცა ისროლოს და ასე შემდგომ მოკლედ ზომბები დასპაუნდებიან 5G და 6G ტექნოლოგიებით რა. კი, არაბები მაგარი ჟილკიანები არიან. სხვადასხვა არაბები ექსკურსიებს დადიოდნენ ჩემთან. სამედიცინო სტუდენტები იყვნენ, ძალიან კაი ბიჭები, მართლა მაგარი ბიჭები. 2 წლის მერე მოვიდნენ ტიპები ისე ლაპარაკობდნენ ქართულად, ვაფშე იმენა არანაირი აქცენტი არ ქონდათ რა. ლაშა ამდენი ხანია გიცნობ და ზღაპრები არ გამოგელიაო. ეს რომელია მარიკუნა შენ ხარ მარიკუნა? აჰა. გორის კატლეტზე როდის წავიდეთ? გორში რაც კი არის რაღაც საქაბაბები ყველაფერი შენახული მაქვს. ლაშა შერო ზომბად გამეჩითო რამდენს ვიცინებ. ანუ 1 მილიონიანი ჩამოვალ და დავიწყებ ნახა პროსტ ეს შემოდგომა და ზამთარი საქმეები მაქვს და გაისიდან დავიწყებ ზევითქვევით ტორღიალს ყველგან გამოგივლით. გახსოვდეთ, როდესაც ღამე ძილის წინ დაწვებით, მე ბეტმენივით აკრული დაგხვდებით ჭერზე. ოხო ხანვის. ეს მარტო გოგოებს ამატებს ინსტაგრამზე. აბა ბიჭები რა თქინდა, კაცო, ბიჭები რა თქინდა რომ დავამატო. ხინკას და ლუც მარტო შვედივრად მივირთვა. აღარ ძმაკაცო ხახნო არავისთან მიხედეთ იმას რა ქვია დაჯგუფება მოკლედ ჯგუფი ერთ მართლა სერიოზულად გავაგზავნოთ ჯგუფ მოკლედ ალფა ჯგუფი იქნება ამ დეტალებს მე ჩავშლით ლეპტოპთან რომ დავჯდები მე ჩამოვწერ მე ამ ყველაფერს მოკლედ ალფა ჯგუფი ალფა ალფა ბეტა ომეგა კაცი ელემენტარულ სულ მიმახსოვრე წარმოიდგინე და იქნება თვითმკვლელთა რაზმი. თვითმკვლელთა რაზმი იქნება ცალკე. მაგ თქვენ არ შეგეხებათ, მაგათ ექნებათ ცალკე მისიები. ხო, უნდა გავაკეთოთ სტალკერების ცალკე ჯგუფი, ეგ ხვალე. სტალკერების ჯგუფი ცალკე უნდა გააკეთდეს. ეს არის მთავარი, ეხა გამახსენდა. ამიტომ მე ამებს ჩავიწერთ რა. პოლონეთს მიულოცეთ რა ხდება პოლონეთში. პოლონში რაკეტა მოფრინდა, ნახე, რაკეტა რო გესროლეს, იგი ისროლეს რუსეთიდან, ნახეთ. დასახელი. მე რა გეტყვით, ვისაც უნდა რომ ჯგუფში იყოს, უბრალოდ რატო იცი, ერთმანეთი რო იცნოთ, თქვენ თუ გინდათ ცალკე ჩათი გააკეთეთ, ჯგუფი ეგ ანუ მე არ მაგის ორგანიზატორად წყალია უბრალოდ. ორგანიზატორად მე არ განვიხილებ, მე თქვენ რაც გინდათ ის გააკეთეთ, მე თქვენ აგიხსნით, როდესაც ჯგუფები მე დეტალებს მე გავივლით, როდესაც ჯგუფები კეთდება, რომ თქვენ ხართ ჯგუფის წევრები, ეს ვირტუალურად ჩვენს გონებაში ვაკეთებთ. ამ ჯგუფებში გეტყვით წინასწარ რა მოხდება. იქნებიან შემოგზავნილი ხალხი, უცხოეთის სპეცსამსახურები, ეს იცოდეთ, ჩათვალეთ, რომ ამ ჯგუფებში თქვენ უნდა მუდმივად იყოთ მაფიოზობანას თამაშის რეჟიმში. ოღონდ ამ ჯგუფებში აუცილებლად შემოგეპარებათ უცხოეთის სპეცსამსახურები. აი ვიღაცა ბიჭი, რომელიც არის ან გოგო, უცხოელი სპეცსამსახურის აგენტი. ოღონდ თქვენ ამას ვერასოდეს ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ვერ გაიგებთ. რაკეტა უკრაინელებმა ისროლენ, რუსეთი რაკეტა გამეიკვლიენ ხელად. რუსეთის რაკეტა გამეიკვლიენ ხელად, ხო? ეხლა მომისმინეთ, ერთი წუთი, ეხლა მომისმინეთ, ეხლა დავიწყოთ საკითხის დალაგება. ალფა ჯგუფში ვინახართ? აი, თამარები, მაიკოები, მეორე თამარები, ნინო, ვიღაცება, ვინ ხართ ალფა ჯგუფში? პირველი მაყურებლები ვინც ახართ? ალფა ჯგუფში ვინახართ? ჯერ ვიზუალ ისე შევხედო ვიზუალ, მე ჩაწერას და სიას კი არ ვადგენ. თქვენ უნდა დაირქვათ, მე თქვენ უნდა დაიწეროთ ვინ ხართ, როგორ ხართ, რანაირად ხართ. არა, გინდა არა. პირველი მაყურებლები, აი ძირითადი მაყურებლები ვინც ხართ? ალფა ჯგუფში ვინახართ?
იცოდეთ რომ ამას ყველაფერს მოყვება მე მოვალე მინდა ეგრე არ არის ესე ამას მოყვება მოვალეობები ამ მე შემდგომ ეტაპზე იცოდეთ რომ შემდგომ ხო კი ბატონო შემდგომ ეტაპზე იცოდეთ რომ მე აქ შეიძლება სალაშქრო მარშრუტები გაიწეროს გეგმა გაიწეროს და იქ მოგიწევთ წასვლა და წამოსვლა რა გადაადგილებები მე იქ შეიძლება საერთოდ არ ვიყო ამიტომ ნებისმიერ დროს როცა არ მოგეწონებათ შეგიძლიათ რაღაც ამან გაუბერაო რო იფიქრებთ შეგიძლიათ ოღონდ დააფიქსიროთ ეგრე მატრიცაში და მიკომენტაროთ ლაშა ძალიან გენდობოდი თავიდან ვიყოთ გულწრფელები თავიდან ახლა ნუ ვაგინებთ ერთმანეთს მაგრამ პირდაპირ დაწერთ ესე რომ ლაშა მომწონდი თავიდან მაგრად გაგიბერია შვილო რა და ამ არანაირ ალფა ჯგუფში მე არა ვარ თვითონ ებრძოლეთ ზომბებსო შეგიძლიათ ესე მომაძახოთ მაგრად მკიდია პირდაპირ გეუბნებით ვინ ჩაეწერება ვინ ამოეწერება მაგრად მკიდია ეს კეთდება საქვეყნო საქმე მე აგერ რა პლაშატკაზე ვარ წამოწოლი მშვენივრად იმდენი ზაღლები და კატები და შუბები მაქვს მომზადებული ერთ არმიას მე გავწყვიტავ მარტო ასე რომ უკვე ალფაში ხარ შენ ხარ ალფა და ბეტა ისა ნინი შენი არის ბეტა ჯგუფი ხო გინდოდა ცალკე ჯგუფი აგერ მთელი იმპერია შეგიქმნი მეტი რა გავაკეთო ხო ეს არის ჩვენი სიმულაციური თამაში ხახნო ეს არის ჩვენი სიმულაციური თამაში ეხლა რატო გეუნებით მე ეს ყველაფერი უნდა დავაორგანიზო სამომავლოდ იმიტომ რომ მომავალში მე ცოტა წლები რო გავა მე რაღაცა მომენტში ციფრული რაღაციდან თუ ჩავეხსენე მე ან ინტერნეტიდან რაღაცა მე თვითონ გიპოვით მე ყველას რა რაღაცა ნაწილს მაინც რა არა ეს დონეები არის ეს პირველი დონე იქნება ალფა პირველი ეს სამი ჯგუფი იქნება დონე პირველი დონე იქნება ეს პირველი სამი ჯგუფი მე წამოვა ქვედონეები მოგეთ ამას ლეპტოპში ჩამოვწე რა სტალკერების გრუპა ესე თქვა ჯგუფი ცალკე თიმ უნდა გაკეთდეს ცალკე თვითკვლელთა რაზმი ცალკე ესენი ვაფშე აი არანორმალური გიჟები აი არანორმალური გიჟი ვინც ხართ იმათ გიპოვით და მე მოგწევთ მე მისიებს ალფა ბეტა და ომეგა იქნება პირველი დონის ჯგუფი და შემდგომ წამოვა მეორე დონის ჯგუფი მე წამოვა მესამე დონის ჯგუფები ანუ მეორე დონის ჯგუფებში ხე არ ვიცი 50 კაციანი იქნება ასეულები იქნება მაგებს მე მოვიფიქრებთ რა რამე ჯგუფებს მოვიფიქრებთ არაფერი ხახნო რა ანაზღაურება ეს ჩვენ უნდა მოვემზადოთ წლების განმავლობაში თქვენ გეცოდინებათ წლების განმავლობაში მოემზადებით ზოგი წავა სასროლედზე სროლას ისწავლის ზოგი ჯოხის ტრიალს ისწავლის ვიღაცა დანის სროლას ისწავლის რაღაცა ვიღაცა თქვა ტირის თოფი თუ გაქვს ტირის თოფის სროლა რო ისწავლო ეგეც კარგია მაგალითად შარიკებიანი რკინის ჩინურ ვიდეოებში ხო გინახავთ ლაგატკები იყიდება ხო ახლა შარიკებს ისვრის რკინის შარიკებს მაგით ჩვენ შევძლებთ ზომბების დახოცვას მე სერიოზულად ვიძახი მაგ იმდენად ძლიერია ადამიანს თავის ქალას ხრიტავს ხა ადამიანებს არ გამოვიყენებთ მაგას დაინფიცირებულ შეუძლია ანუ თავდაცვის მიზნით რომ თავს რო დაგესხმევა ლაი და ლაშა სიტყვები გამართლა იქ დაგვერხება ყველასო მაგ დროს ეს შარიკე ხა ეს სასროლი იარაღი არ არის შარიკებიან იმას გამოიწერთ გექნება ხა შარიკის ობი ხო არ მოიკიდება გედება დაიწყება ზომბი აპოკალიფსი გეცოდინება რომ შეხალა ალფა ჯგუფში და მე დეტალებს მე გეტყვით რა ყველაფერს დენელა თავში მომივა იდეები და გეტყვით ზომბი აპოკალიფსისთვის ციხეები ავაშენოთ არა ხა ციხეები უნდა დავშალოთ ციხეები უნდა გავაუქმოთ გავაკეთოთ გამათრახება სიკვდილით დასჯა მორჩა რა ეს რაღაცა კარაქიანი პურის ჭამა 25 წელიწადი მორჩეს რა ციხეები უნდა დავშალოთ როდესაც მე მაგის ძალაუფლება მექნება ციხეებს გავაუქმებ ეგრევე ციხეები უნდა გამათრახება და გზაზე დაარღვიო 200 ლარიანი ეგრევე ორი მათრახე ზურგზე ვსო რა თუნდა მაგას ინდოელების პრაქტიკა უნდა ავიღოთ მაგრამ ვეც მაგრა ვარ კი ეხა თქვენ ნახეთ დალევას რო დავიწყებ მე რა აზრები წამომივა მე გეუბნებით ხახნო იაქტიურეთ აქ კონცერტები იქნება იმის დედავატირემ სხვათა შორის სიკვდილით დასჯის ერთი მეთოდი უნდა იყოს გეტყვით რა რაგვარი იყო ის რაგვარი იყო ისტორიული ადგილი არის მანგლისის გზაზე კოჯრიდან რომ მიდიხარ ან წყლეთი და მანგლისის გზაზე იქ არის ერთი თუ გაგახსენდებათ ხევი რო არის რისი ხევი არის
გამახსენე თუ გახსენდებათ რისი ხევი, თუ ბიჭო და მაგაზე ლექსი არის. აი იქიდან უნდა გადავყაროთ ზოგი რა, მართლა გეუბნები. ან ზომბები, ნულოვანი ტოლერანტობა. ყველანი ხევში. მეჯურის ხევი არა. აუ იქ ხევი არის რა, მოსახვევებთან ბიჭო გზის იმაზე რა ქვია, მანგლისის გზაზე რო არის. ხო, აი ქარაფიდან. ყორღანაძე ქარაფიდან ხელი კრეს და გადაფრინდაო, ესმით? იმან მეფეს უღალატა თუ რაღაც ვიღაცა მოკლა ის რა. ხო მე მეგონი მეფეს უღალატა. ყორღანაძე ქარაფიდან თუ რაღაცა ესეა, ყორღანაძე ქარაფიდან ხელი კრეს და გადაფრინდაო. არ გამაგიჟოთ ახლა ძალიან ცივსისხლიანები თუ გახდებითო, მაშინ ქრისტე. თამარ ქართულებს ოღონდ ერთმანეთი ახოცინე და აი ხუმრობთ ახლა რაღაცებს, მაგრამ რკინის არ მერადგან ზომი ვერ გვიყვენა. ხო, მოკლედ მე სერიოზულად ვიძახი ამ ფარები, რაღაცებს ხარ, ელემენტაროს მე გაჩვენთ ხა ყველანაირ ფარს და ყველანაირ ხმას მე ხო ვერ გამოვჭედავ, რადგან ინტერნეტი ხო არსებობს. არ არის აუცილებელი ყველას ყველანაირი იარაღი კონდეს. ერთი რაღაცა მაჩეტე იყიდე. მართლა გეუბნები, კარგი მაჩეტე იყიდეთ სიტყვაზე რა. გადადექი, შეგიძლიათ მიძახოთ გადადექი. ანუ ისტორიაში არის, ეხლა გამახსენე ისტორიას უსმენდი. ერთ-ერთმა ყორღანაშვილმა თუ რაღაცა ბატონმა უღალატა მეფეს, ანუ როგორ ის იყო, იცი რომელიღაცა გიორგი მესამეოთ, რომელიღაცა ის მეფეს უღალატა, რომ მტერს უთხრა, რომ აი ეგ არისო რა. მოიცა რა იყო, იცი? ბრძოლაში ვერ არკვევდნენო, რომელი იყო მეფეო რა. და ერთ-ერთმა დიდებულმა თუ თავადმა თუ რაღაცა ყორღანაშვილმა უთხრა, ანუ მტრის ჯარს უთხრა, რომ მეფეზე უთხრა, რომ აი ეს რო აცვიაო, ეგ არის მეფეო რა. და მოკლედ დაატყვევეს ეს მეფე ჯარმა და ციხეში გამოკეტეს მერე და მერე ეს ვინც უღალატა მეფეს, ვიღაცა სხვა თავადი, მეფის ერთგული თავადი შეხვდა, ამყვანა გადაეყარა, და ცხენით მოდიოდა იქით თუ რაღაცა ურმით და ეს კოჯრიდან და წყნეთიდან გზა რომ მიდის მანგლისში, მანგლისამდე არ მისული შუა, აი ცადიცი უწერას წმინდა გიორგი, ბოდი უწერა კი არა და ბოდიში წვერის წმინდა გიორგის ეკლესია რო არის კლდის თავზე, აი იმის მოპირდაპირ მხარეს არის ყორღანაშვილიო თუ რა ვთქვი, რა გვარი იყო ერთი წამი. არა მაგებს მე ხა ბიზნეს იდეების დრო არა მაგ რა ეწერა ერთი წუთით. ყორღანაშვილი თუ სწორად ვამსოვს, ხო? ხო. და მაგას ყორღანაშვილი იყო რა, რო შეხვდა, მოკიდა ხელი ქეჩოში, ალბათ ერთი მაგრად ცემა კიდევაც და ამ კლდე არის ესეთი ჩაშლილი მიწა არის, მე თუ ნახე ფოტოებში მაგ გადაღებული ექსკურსიებზე და იმ ფოტოს გაჩვენებთ, ხა მე ვნახავ ხვალე. მოგეთ ამ ყორღანაშვილს მოკიდეს ხელი მოღალატე ყორღანაშვილს და გადააგდეს კლდიდან რა. ამ კაცმა გადააგდო. საერთოდ მოღალატეებს ეგრე ეკუთვნით. და შეიქმნა ესეთი აფორიზმივით ლექსი. ყორღანაძე ქარაფიდან ხელი კრეს და გადაფრინდაო რა. ეგეთი მითია რა. თან მითია, თან ისტორიული ფაქტია რა. ხო და მოკლედ იქნება ალფა ჯგუფი, იქნება ომეგა ჯგუფი, იქნება ბეტა და ომეგა ჯგუფი. იქ ხალებს რაღაცა ჯგუფები რო გინდათ, ეგ ჯგუფი კიდე ცალკე რაღაცა მედდები ჯგუფი უნდა გაკეთდეს. ეხლა ყველაფერს ერთად ვერ ვფიქრობ, ხო? პლუს იმ ჯგუფებში როცა იქნება ეს ჯგუფები რა ფორმით შეიძლება გაკეთდეს. ეხლა ვიმეს თუ უნდა Facebook ჯგუფი გააკეთოს, შეუძლია გააკეთოს. მაგას მე ჩამოვყალიბდებით. არა, თამარ, ნუ იძაბები ნუ რაფერზე. მე ჩამოვყალიბდებით. არა, ვინა მერას მწერს, ვინ გწერს? ეხა ეგ რა ლაპარაკებია. არა, არ შეიძლება, არ უნდა მიაყენოთ შეურაცხყოფა, გაკითხავ კომენტარებს. მატრიციდან გამოვედი მომილოცევ. ეს ფილტრი მღალატობს და მოდი ხა ესე გავაკეთოთ. გავაძლიეროთ განათება. მოკლედ ესეთ იქნება, მე პუნქტებს ჩავამატებთ. რა იქნება, როგორ იქნება და რა როგორ მოხდება, მე წინასწარ გეტყვით ყველაფერს რა.
ვისაც გინდა რა მომენტშიც გინდა თავისუფლები ხართ, ფულს არ იხდით ამაში, არაფერი. გინდა იქნები ჯგუფში, არ გინდა არ იქნები ჯგუფში. შეგეშინდება რამის, ეგეც შენება, თავის ყველას აქვს უფლება რომ რაღაცის შეეშინდეს. მეფე როდის იჩნდება არ ვიცი. ცოტა უფრო სიფრთხილითაა დაკომპლექტებული ალფა ჯგუფიო. საზამთრო მართლა არ არსებობს, არ არსებობს რა თქმა უნდა. რამდენ ხანში დაიწყება ეს ყველაფერი? პირველი ალბათ შეიძლება 3 წელიწადში დაიწყოს, შეიძლება 4 წელიწადში. უნდა იცოდეთ რომ მოთმინება უნდა იქონიოთ. შეიძლება 10 წელი მოგვიწვიოს ლოდინი. ოღონდ ეს ახლა რას ნიშნავს? ჩვენ მომავალში უნდა მოვიგოთ ბრძოლა, ანუ ჩვენ აქ უნდა დავგეგმოთ ყველაფერი და მომავალში უნდა განხორციელდეს. ეს არ არსებობს რომ შეჭამ უბრალოდ გემოს გაძევს, თორე არ არსებობს. ამიტომ მაჩეტე გამოგადგება ზომბებთან, რობოტებთან მაჩეტე არ გამოგადგება. ხო ხდება ამას ჩამოვაყალიბებთ, მე ინფორმაციულად მოგამარაგებთ. მერე თქვენ გეცოდინა, ამიტომ ამას სჭირდება ერთი კაცი, რომელიც ცითავებს და ამას ინფორმაციულად მოამარაგებს ხალხს. იმიტომ რომ ხო ხედავთ პარტიებში რა ხდება, იმან ის რატო თქვა, ამან ის რატო თქვა, მერე ერთმანეთს დასხებენ, დავიღალეთ რა. ხო შეიძლება ხალხს გვაცადონ, ზომბებთან მაინც გვაცადონ ომი, რობოტებთან ომი მაინც გვაცადონ ამ პარტიებმა რა, აი რობოტებთან გვინდა ომი რა, აი რომი გვაქვს რა, გამოცხადებული რობოტებთან. უნდა ჩავწიხლოთ ის რაღაცა მტვერსასრუტები რა. მერე ზომბები მოდიან, მერე გოგი და მაგ კლდეები რო გაიხსნებათ, ეს გოგი და მაგის ცივილიზაცია ამოვა, ჩვენ არ ვიცით იქიდან რა ამოვა, აი რა ამოვა არც ვიცით. ჯერ იდეის დონეზე, თამარ, ჯერ იდეის დონეზე. ნახე, აი ხა გიხსნით დავიწყოთ ხა დეტალებში. აი თამარ შენ, ან ვიღაცა გიორგია. შენ ხარ სიტყვაზე ალფა ჯგუფში. ეს ტანცი, მანცი, აქაც ვარ, იქაც ადგილი შემინახეთ, ნათქვამი რო არ ხო ძდე, ორსკამზე ერთად ვერ დაჯდებიო, აი ერთ ჯგუფს რო აირჩევ, იქნები იმ ერთ ჯგუფში. სიტყვაზე მე შეიძლება დავგეგმო ლაშქრობები, უთხრა, წინასწარ გეუნებით, მე გეტყვით. ალფა ჯგუფმა გაიარეთ ეს მარშრუტი ლაშქრობის. მე შეიძლება მოვიდე სადღაც გადაგეყარო, შეიძლება არ მოვიდე. თქვენ ეს მარშრუტი უნდა წახვიდეთ დაგიგეგმავთ და უნდა გაიაროთ. თუ გინდა არ გაივლი, დაიკიდო შეგიძლია ფეხებზე. ოღონდ იცოდე რომ ამ მარშრუტებს როცა არ გაივლი, იტყვი რომ მე ვარ ალფა ჯგუფში და ამიტომ გულში მღეროდაო, ზომბი აპოკალიფსი რომ მოგადგება, არ იქნები მომზადებული. ხვდები? და შეიძლება ვერ ნაკლები შანსი გექნება გადარჩენეს. ეს გვაბოდიალებს და თვითონ წამოწვევა ხართეძოზე აუცილებლად ეგრე იქნება, იმიტომ რომ მე იმდენი ვიარე, მე ვარ ამიერიდან მე ვარ წამოწოლილი გმირი. იცოდეთ, არა, რაინდი, მე ვარ წამოწოლილი რაინდი, მე წამოწვევი თქვენ ივლით. მეტი რა გინდა ძმაო? ანუ მატრიცაზე YouTube-ზე მოვუსმინეთ ვიდეოებს, ძალიან სერიოზული მასალებს ვაგროვებ და ვამატებ. მადლობა ლეონ. ამიტომ ნახეთ, რაღაცას მე ვიხუმრებ, არ ვიხუმრებ, თქვენ როგორც გინდათ ისე თავისუფლები ხართ ყველანაირად. ოღონდ იცოდეთ, მე ზომბების პირისპირ, რობოტების პირისპირ როცა აღმოჩნდებით, მე რა ვიცი, იქნებით ნაკლებად მომზადებულები. დისტანციურად ვიქნები ზუმიდანო. Google მაფიდო რომ ვიბოდიალოთ კომპიუტერიდანო. იმოდიალოთ კაცო, რა პრობლემა არის დიმა. ვისაც გინდათ Google-დან, აი სიტყვაზე გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა სიტყვაზე. თავისუფლება მივანიჭოთ ჯგუფს. ნახე რა გავაკეთოთ. იქნება კაცო ვერ ახერხებ ბავშვი სიტყვაზე აი დიმა. მეუღლემ დაგიტოვა ბავშვი რა, ახლა რუსი სლავი გოგოები მოიყვანეთ ცოლად, შერო გინდო და დაგიტოვა ბავშვი რა. თვითონ წასულეს მუშაობს. შენ ვერ ახერხებ სიტყვაზე წასვლას. ახლა როგორ რა ხდება? ჯგუფი რომელიც წავა, დანარჩენები დააკვირდებიან Google Map-ით, რაღაც მარშრუტებს გადახედავენ და ასე შემდეგ. ამით ჩვენ შევისწავლით საქართველოს გეოგრაფიას. ეს იქნება ძალიან კარგი. წყალდიდობები ლეჩხუმში რო დაიწყოს, ლეჩხუმში მოაღწევსო, ლეჩხუმში ხარ შენ? წყალდიდობები ნახე როგორ რაღაც არის, იქ მდინარე თუ ადიდდება და ღვარცოფი წამოვა, სადმე თათუ ჩამოიშლება, ან რაღაცა ღმერთო არქანს რამე ჰესი გასკდება და რაღაცა ეგ წყალდიდობა თუ იქნება, თუ ლეჩხუმში და რაჭაში სხვა არაფერი წყალდიდობა არ იქნება. აი ხა როგორც რაჭაში მდინარე ადიდდა და რაღაც კალაპოტი და გამოვიდა, ეგეთი ვარიანტია რა.
სხვა არაფერი წყალდიდობა ისეთი არ იქნება. ფილმებში რაც გვაჩვენეს ყველაფერი მოხდება კი ზომბი აპოკალიფსის დროს. აუ ხახნო მე ლანძ ვაგინება მაქვს YouTube-ზე, აი ხა ეს ამ ვიდეოს მე რო დავდებ, იქ ამბები მელოდება, ვაი მე X არიან ხვარი ძირითადად რაღაცა ნახევარი არის, რომელსაც TikTok-ია გამოწერილი და იქაც გამოწერილი ვყავარ და არის რაღაცა კასტა კიდე რა. აი რაღაცა კასტა, აი გარკვეული ჯგუფი, რომელიც იმენა ვერ მიტანს. აუ იქ ამბები ატყდება, ხა იქ კომენტარებს დამიწერენ, ხა იქ ვიდეოს ქვეშ იმის დედავატირა. რამ სიმაღლე ხარ შენ? ზომბები მოვლენ კი. ტელევიზორი არ არსებობს არანაირი გაგებით ვაფშე. უბრალოდ ეს არის შუშა და ეგ არის ინტერაქტიულ ჰოლოგრამას აჩვენებს. ტელევიზორი ვაფშე არ არსებობს. ტელევიზორი, აი მე ფრამო ვიძახდა. საერთოდ ბიჭო, იმ დღეს თუ დავაკვირდიო, ის დავშალეო რა. საბჭოთა კავშირის დროინდელი ტრუბკა ტელეფონი რა. აი ტრუბკა ტელეფონი, ყურმილიანი ტელეფონი. შიგნი არის ორი კაბელი შედის და რაღაც ერთი ნაწილიაო. და მთელი ამდენი წელს განმავლობაში ხალხიო ამ ტელეფონით იცხოვრა ამ ხალხმა რა ხმის გასვლაზეა ლაპარაკი. წარმოუდგენელი სიგიჟე, ეს არის ჩვეულებრივი სკინი და იქ რაღაცა ძველ ტელეფონში რო სიტყვის კაბელში რაღაცა ხმამ გაიარა, ეს არის ბოდვა ხალხნო. არანაირი ინჟინერია მან და არაფერს შუაში არ არის, ეს არის ბოდვა. არა და ტელევიზორში ვუყურებ შენ YouTube-ს რა. ვა, საღოლ მაგარია. ხო დიდ ეკრანზე კაია. ხო და მაგას გეუბნები როგორ შეიძლება მე ვწერ აქ ვიდეოს და YouTube-ში მიყურო იქა ტელევიზორში. ეგ არის მაგია რა ჩვეულებრივი. რა ცუდი კომენტარი არ შეგხვედრია. ისეთი დაგესვლა მიდის ვარიორ, აუ იქ ამბები მიდის. შეხა ხო ყველგან ვერ ნახულობ, ზოგი 5 წლის წინანდელ ვიდეოზე მიკომენტარებს, ზოგი 3 წლის წინანდელზე. ახლებზეც. არა კაცო, აკომენტარო რა ვქნე ხა უბრალოდ. ეხა დღეს ქალბატონი მიკომენტარებს რა გახდაო, რა ხარო ასეთი რუსეთუმეო. რა ვილაპარაკე და რა გაიგო ხალხმა. რა ხარო ასეთი რუსეთუმეო ყელში ამოხვედიო. რა რუსეთუმე ქალბატონო, რა რუსეთუმე ვაფშე რა ვთქვი მე. კი, ყველაფერი რო გენერირდება საითაც გაიხიდები მაგაზე კიდე კვანტურ ველზე კიდე ცალკე თავს ახლა ვთარგმნი ვამუშავებ რა. YouTube-ზე მე აქაც დავდებ მაგას და YouTube-ზე პროსტ 10 წუთიანია ძალიან დიდია, როდის მოვჩები არ ვიცი. მიშაზე დავდე ვიდეო, ჯერ ვერაფერს ვერ დავამატებ რა. ნელ-ნელა წერილით აჭრილი და თვალებიო. მოკლედ, წავიდეთ ახლა დასასრულისკენ, ხალხს ეძინება სამსახურში წასასვლელი, თუ არ იმუშავეს ზომბი აპოკალიფსამდე ვერ მიაღწევენ. ჩამოვალ და ცომცომით ხო, ველზე კვანტირო დოუდვა სართან მართალი სალტო გაათევა, ხო. კაი, რაჭაში ვიქნები მეო თუ რამეო. რაჭამდეც მოვალთ კაცო. რომ მოგშვიდეო, მოვალთ და ლობიანებს დაგვახვედრებ. უნდა დაგაფინანსონ და შენ კვლევებში ბევრს მიაღწეო. მაგის დაფინანსება შეგიძლიათ თქვენ დაარტყათ სტიკერები და ქისაჯიზე არის დონაცია. მაგას თავრობე ხარ დააფინანსებს. მე მაინც დამაფინანსებენ, არ დამაფინანსებენ, მე ჩემით რასაც შემიძლია ვაკეთებ, ვდებ. ვინც ამ თემებში ჩახედულია, მიხვდება, რომ ეს არის აი აურაცხელი ტიტანური შრომა, რომელიც არავის არ განუხორციელებია საქართველოში, აი განსაკუთრებით მატრიცის დარგში და მაგაში მე უკვე კონკურენტი აღარ მყავს და არც მეყოლება არასოდეს, აი მატრიცის კონტენტში. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ უბრალოდ მე პოდკასტებში და რაღაცებში არ გამოვდივარ. უბრალოდ მე ვფიქრობ, როდესაც მაგარ ჯანზე მოვალ ინფორმაციულად, აი მატრიცის საკითხებში მაგრად რომ მოვიხოდები, მე გაყალბებული საერთი 2-3 წელი კიდე მინდა რა ვიცი მე რა როგორ იქნება. მე შეიძლება გავიჩნდო პოდკასტებში, ოღონდ უეჭველი ნიღბით, იმიტომ რომ საქვეყნო ცნობადობა აღარ მინდა, იმიტომ რომ ყველგან ესე პირდაღებულები მიყურებენ და ვიღლები ძალიან რა, აი
მე ტვიში რაღაცა ერორებს მაძლევს რა. ცნობადობა არ მინდა რა. თუ გავიჩნდები ვეტყვი, ნიღბით მოვალ თუ გინდა. სარკასტიკაში, ნაზღაიძე მაგრები არიან, ძალიან მაგრები არიან თამაზა და ნაზღაიძე. მაგრად ვიცინი ხოლმე. აი სხვადასხვა თამაზასაც ხო მაგარი იუმორი აქვს, ნაზღაიძეს იუმორი აქვს, აი ვაფშე დონე რა. ვაფშე სასწაული. მაგარი მოიფიქეს, მაგორმა ერთმანეთი როგორ იპოვეს და გააკეთეს ეგ გადაცემა. სარკასტიკაში რო დავჯდე და რო ავდგები უკვე ჩემი რეიტინგი იქნება 0-ს ქვევით. გამასწორებენ მიწასთან. პირველი ჩაკრა ვერ გიქაჩავსო. მე არ ვაჰაიდებ, ვინც იგინება იმას უთიშავენ და მე არაფერს არ ვაჰაიდებ. დანჩას TikTok-ი შვება. ადამიანი რომელიც არ უშვებს რომ შეცდომები მოსულა შეცდომაშიაო. ვინ თქვა რომ შეცდომებს არ უშვებსო? მე თუ კი რამე ვისწავლე ცხოვრებაში, ყველაფერი ვისწავლე შეცდომებით. აი ვაფშე ყველას დარგში თუ კი რამეს ვაკეთებდი, ყველაფერს ვაკეთებდი შეცდომებით. სპეციალურად რაც შეიძლება მე შეცდომას უშვებდი. რაც მე შეცდომას უშვებ, რომ მეც სწავლობ რა. კაი, ეხლა მე ხა თუ რაჭულ ლორზე თუ დავიწყე საუბარი, მომშვიდება ამ შუაღამეს ეხლა. აბა გისმენ ახას და საინტერესოს რას გეტყვი? მომემზადოთ თან დასამიუთებლად. გეებსაც მიიღებ გუნდშიო. კაცო, მე გუნდში, მე ჩემი გუნდი კი არ არის. ეხლა ნახე რა ხდება. მე გაძლევთ ინფორმაციას და სწავლებას, როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი. აი ხა წარმოვიდგინე, ადამიანი არის ვიღაცა გეი, ვიღაცა ლესბოსელი. მორბის წინიდან ზომბი. მე რაში მაინტერესებს გეია თუ ლესბოსელი? ხელჩაკედელებული კი არ უნდა ვიაროთ. ზომბი რომ მორბის შენ იდენტობას და რაღაცებს კი არ გიკითხებს. ზომბი მოდის დაგეტაკოს და გაგლიჯოს შუაზე. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ვინ რა არის? ეს არის ინდივიდი, მე გთავაზობთ მე ბრძოლას კი არ ვიგონებ თქვენთვის. გიპასუხებ ხალხი. ახლა მე ბრძოლას კი არ ვიგონებ თქვენთვის. მე გეუბნებით რომ ეს ბრძოლა თქვენ ამას მოიმზადებით თუ არ მოიმზადებით, მაინც შედგება. ოღონ, როდესაც თქვენ მომზადებულები არ იქნებით, თქვენი წაგებით შედგება. ანუ თქვენ უკვე წააგებთ ამ ბრძოლას, თუ თქვენ არ იქნებით მომზადებულები. ხო და იქ შენ ლილიპუტი ხარ, გეი ხარ, იმის რა ქვია, მატრიცის კარატისტი ხარ თუ რაღაცა, ეგენი თვითონ გაარკვიოს ყველამ თავის თავთან. ქმარს ღალატობდი, ცოლს ღალატობდი თუ შეყვარებულს ღალატობდი, მე რაში მაინტერესებს. მე რაღაცა მემორანდუმს ვინმესთან კი არ ვაფორმებ. მე გეტყვით რა უნდა გაკეთდეს. ვინც გააკეთებს, გააკეთებს. ვინც არ გააკეთებს, ნუ გააკეთებთ. თავისუფლები ხართ ბოლომდე რა. შეცდომა რომელიც უნდობიდან რა მოდის შეცდომა თუ დანაშაული ვერ გავიგე რას ნიშნავს ეგა. უნდობიდან, უნდობლობიდან არ ვიცი, ვერ ხვდები რაზე ლაპარაკობ. მე მასეთი განათლებული არა ვარ, მართლა არა ვარ ეგეთი განათლებული. უნდობლობიდან თუ მოდის, უნდობლობიდან თუ მოდის, რასთან დაკავშირებით არ ვიცი რა არის, ვერ გავიგე რას კითხულობ. ვერ გავიგე, არ ვიცი. კარგად, ქალბატონო. მოკლედ, ეს ეხა პირველი შეტყობინება გითხარით, ხა მე ვამთავრებ ლაივს. ვამთავრებ ლაივს და ვამთავრებ ლაივს და დეტალებს მე ჩავშლით. დეტალებს ჩავშრი მე დეტალებს ჩავშლი რა კიდე დავამატებ. ეს ჩვენ წლები გვაქვს დრო არსად არ გვეჩქარება. მე მოვიფიქროთ ამ ჯგუფში რა ეს ალფა ჯგუფი წავა იმ წვადავებს, იხინკლავებს, ილაშქრებს თუ რა იქნება და როგორ იქნება, მე გეტყვი. მე ეს თქვა რაღაცა მარშრუტებს მოგცემთ, რაღაცა დავალებებს მოგცემთ. თქვენ გინდათ შეასრულოთ, გინდათ ნუ შეასრულოთ. მე ჩემსაც გავაკეთებ. მე ჩემს მისიას ვასრულებ და თქვენ თქვენი შეასრულოთ. გინდათ შეასრულოთ, გინდათ ნუ შეასრულებთ. ეგ უკვე თქვენი საქმეა. ხინკალზე შეგიძლიათ შეიკირბოთ და წახვიდეთ. ალფა ჯგუფ შეგიძლიათ წახვიდეთ ხინკალზე. ალფაბეტ. მოგეთ წავედი, კარგად იყავით ეს ჩანწერი დაიდება YouTube-ზე ხვალ.
ხო, შეიძლება ხვალ კიდე გამოვიდე ლაივში საღამოზე სავარაუდოდ გამოვალ რა, ნახოთ. მე არაფერი კოორდინატორი არ ვიქნებ, მე უბრალოდ გეტყვით როგორ მოემზადოთ, გასწავლით თუ როგორ მოემზადოთ რა. დანარჩენ ინფორმაციას ახლა რაღაცა ყველაფერი ხო არ ვიცი, თქვენც მოიძიებთ, იქ გადარჩენასთან დაკავშირებით, კვებასთან დაკავშირებით ასე შემდგომ რა. ფუნქცია მოვალეობებს გავანაწილებ, სიტყვაზე გეტყვით რა აირჩია, შენ რა გითხარ, შენ მზარეულიც იყო, მედდაც იყო, ყველაფერში კი იყოს, ესე არ გამოვა. თქვა იქნები მედდა, უნდა თუ მედდა ხარ, თქვა სამომწყობოში მუშაობ და მედდა ხარ. ადგები და პირდაპირ მედდის მოვალეობას გააგრძელებ რა, ხა რაღაც დამატებით სწავლებას აღარ დაიწყებ რა. გეცოდინება რომ ზომბი აპოკალიფსის დროს შენ იქნები მედდა. ტერმინატორებთან ბრძოლისთვის დროს მედდა იქნები და დაჭრილებს უკურნალებ. ჯერ არსად არ უნდა წამოხვიდეთ ახლა 2-3 წლის მერე, 5 წლის მერე რობოტებთან ომი როდესაც დაიწყება. ეხლა რატო შემიძლია მე ამაზე ლაპარაკი ეხლა? იმიტომ რომ ეხლა ეს ეხლა არის ფენტეზის ჟანრი. როცა ომი დაიწყება და მე რომ მოწოდება გავაკეთო წამოდით ომში თქო, მე კი ვეღარ გეტყვით წამოდით ომში თქო, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ეგრევე დამბლოკავს, გამომიშვებს მკვლელ დრონს და ეგრევე შურს გამიხურდავს ის დრონი. ხვდებით რაზე ლაპარაკი? ანუ მე რობოტებთან ბრძოლა უნდა დავგეგმო წინასწარ რამდენიმე წლით ადრე, იმიტომ რომ მე ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ მომიშორებს, ეგრევე დამბრიდავს რა. ზუსტად რამდენიმე წამში მოფრინდება დრონი და მომკლავს. ამიტომ მე ვეღარ გამოვაცხადებ მე ამ ომს. ხო, პირველი ეტაპი არის, კი, დიმა, პირველი ეტაპი არის რობოტები, მერე ზომბი აპოკალიფსი და მერე გოგი და მაგოგის ცივილიზაცია. ბიჭო, მესამე რაღაცა იყო და ვერ ვიხსენებდი ეს დღეები. სულ მავიწყდა. იმდენ რაღაცა მაქვს ნალაპარაკები, მე თუ მავიწყდება რები მაქვს ნალაპარაკები. რამე მეკრთამე რობოტები უნდა ვნახოთ, ხო, მოვისყიდოთ კორუფციით. მარტო ვიქნების კუჩიდან შენ მოაკვლევი და ხო, კაი კაცო, მარტო იყავით კუჩნად მინდა გიშალოთ კაცო. ეგ თქვენ ნებაა კაცო, რაზე ლაპარაკი. კაი, წავედი ხა ღამე მშვიდობის, კარგად იყავით, ხვალ მე მგონი გამოვალ ან ზეგ, ნახოთ რა საღამოზე. ზომბები ანტიქრისტეს დროს კი. თავი როგორ გადაერჩინოთ, გეტყვით ნელ-ნელა, ხო, YouTube-ზე გამომიწერეთ და. კაი, ჯიგრები ხართ, მადლობა. ვახ, კაცო. ამ ფილტრმა იმენა გამომააშკარავა ბოლომდე რა. მე მოვკვდები შენ სლავ ქალებში გულავებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, კაი, მადლობა, კარგად.